საბჭოთა ტელევიზიებში და რადიოებში იყო ასეთი რუბრიკა კითხველის თხოვნით, მაყურებლის თხოვნით, მსმენელის თხოვნით და ზუსტად ამ ტიპის გაგრძელებას ვაკეთებთ ჩვენ ვიდეოსი, რომელიც უკვე შემოგთავაზეთ, რამდენიმე ვიდეოს ქვემოთ ნახავთ თქვენ და იქ საუბარი გვაქვს ძალიან საინტერესო თემაზე, ისლამზე, მის წარმოშობაზე და მის გავლენაზე როგორც მსოფლიოზე, ასევე საქართველოზე. ნუ ყველა თემას რა თქმა უნდა ჩვენ არ შევხებივართ და თქვენმა კითხვებმა გვაიძულა, კარგი გაგებით, გვაიძულა მე და დავით კობერიძე, არაბისტი შეგახსენებთ და ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი, რომ კიდევ ერთხელ შევკრიბილიყავით და გაგვეცა იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც თქვენ დამიწერეთ კომენტარებში. რადგან ამ კითხვების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, დავითმა ამოწერა, ჩემი ნახევარი საქმე გააკეთა ფაქტიურად და რა თქმა უნდა მეც მაქვს რაღაცა კითხვები და რაღაც თემებზეც ვისაუბრებთ. ვიდეო არ იქნება მოკლე, მაგრამ გვირდებით რომ იქნება ძალიან საინტერესო. ისეთივე საინტერესო, როგორც წინა ვიდეო იყო, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემი არხის მაყურებლებში. დავით, გამარჯობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მიცალეთ ჩვენთვის. მე კიდევ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად ნახეთ, ბევრმა არ ნახა ჩემმა გამომწერმა დავით კობერიძის ვაჟთან ინტერვიუ სანდრო კობერიძესთან, რომელიც დღეს უკვე მიემგზავრება კორეაში და შემდეგ ნიუ-იორკში კინოფესტივალზე. აუცილებლად ნახეთ უნიჭიერესი რეჟისორის, რომელმაც ახლახან გამოუშვა ახალი ფილმი, თუ როგორ ქვია, არ ვიცი, ხო, გამოუშვა ალბათ, ხო, იგივე ქვია. და რომელმაც უკვე აიღო ძალიან პრესტიჟული პრიზი ლოკარნოს კინოფესტივალზე და ახლა იგი აგრძელებს თავის ესეთ ტრიუმფალურ სვლას უკვე სამხრეთ კორეაში, შემდეგ ნიუ-იორკში და შემდეგ უკვე სხვა კონტინენტებზე. აუცილებლად ნახეთ სანდრო კობერიძის წარმატების ფორმულა, ასე ქვია ვიდეოს და ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. დავით, ჩვენ კი დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას, ისლამს და რა ვიცი, როგორ ვქნათ, რამდენიმე კითხვა მე დაგისვა თუ შენ პირდაპირ დავიწყოთ მაყურებლების კითხვებზე პასუხის გაცემით და მე თუ რაღაცა დრო ძალიან არ გაგვეწელა, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი კითხვა ისეთია რომ დრო ძალიან გაგვეწელება, იმიტომ რომ შეკითხვა ბევრია. ამიტომ მოდიდი დამისვი შენ შეკითხვა, შევეცდები გავცე პასუხები და მე გადავალ იმ შეკითხვებზე, რომლებიც დასვა ჩვენმა მაყურებელმა, მსმენელმა. კარგი ბატონო. მე მაინტერესებდა, ნუ ესეთი ძალიან კონკრეტული თემები მაინტერესებდა, აი მაგალითად სულ ბოლო რაღაცები რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით, აი ვერაფრით ვერ გავიგე ვინ არიან ხუსიტები. ხო. აი ხუსიტები, აი რა უნდათ, რატომ ამ წითელ ზღვაზე რატომ აოხრებენ ყველაფერს, რით ვერ მოუარა ვერავინ, ეს გამიზნულად ხდება ასე და ჭირდება ვინმე ამ ხალხის არსებობა თუ როგორ არის საქმე. აი მართლა ვერ გავერკვია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა წყარო ვნახე და მაინც ბოლომდე ვერ გავიგე. იქნება აი ძალიან მარტივად აგვიხსნა მეც და მაყურებელს. კი ბატონო. ეხლა შენ არ მოინდომე ეთყობა თავის დროზე ცოტა ჩაღრმავება მაგისტრო, უჩემოთად ჩვენივრად გაიგებდი რაც იყო. თუმცა იქ არის რაღაც წყალქვეშა დინებები, რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ. ეხლა რა შეასახ, ვინ არიან ეს ხუსიტები? ხუსიტები აი ძალიან მოკლედ რო ვთქვა, ძალიან მოკლედ. ესენი არიან იემენელი შიიტები. ხო, ხუსტი ეს არის მათი ბელადების, რამდენიმე ლიდერი ყავთ მაგათ, მათი ბელადების აი რომ ჩვენთვის რომ გასაგები იყოს უფრო ქართველი მსმენელისთვის, არაბული სახელი ძალიან რთული შემადგენლობის არის. ბევრი კომპონენტისგან შედგება, უშუალოდ სახელი, მერე ტომის სახელ შეიძლება შეიცავდეს, დაბადების ადგილს შეიძლება შეიცავდეს, უფროსი ვაჟის სახელს შეიძლება შეიცავდეს და მამის სახელს. მოკლედ ძალიან გრძელი რაღაცა, იმიტომ ეს
არაბული აბდულა იბნ აბუ მუჰამად რაღაც იბნ ფილისტინი რაღაცა და მთელი ამბავი მოკლედ ხანდახან ეს არის ხოლმე რამდენიმე ბევრი სიტყვისგან შედგება მოკლედ ეს. ჰუსი არის მოკლედ აი ამათი ამ ლიდერების ესეთი საგვარტომო დასახელებაა. ჰუსი. ეხლა ვინ არიან ესენი და რატო ებრძვიან იქ ზღვაოსნობას წითელ ზღვაში და რატო გაიგიჟეს თავი და ესენი არიან ბოლომოვლე რაღაცა ბოლოს ხდება ხო ეს ბოლო წლებია რაც ხდება მე ხარ ბოლო წლებია იმიტომ რომ ეს არის მოკლედ ირანის ადრე უწოდებდნენ რბილი ძალა მაგრამ არაფერი რბილი ძალა არ არის რაც ამაზე უფრო მყარი ძალა რაღა უნდა იყოს ამერიკელების სამხედრო საზღვაო ძალებს ესხმიან თავს და წყალქვეშა კაბელებს აფეთქებენ და მთელი ამბავი აქვს მოკლედ ეს არის ირანის ძალა ეხლა საიდან აქვს შეერაღება ამათ? აწვდის ირანი, ბევრჯერ სცადეს და რამდენჯერმე წარმატებულად რომ ხელი შეუშალეს ამ იარაღის მიწოდებას, მაგრამ იქ 1000-ნაირი გზა არსებობს ამ იარაღის მიწოდების. ეხლა წარმოიდგინეთ იემენის ტერიტორია, ეს არის მთლიანად, პრაქტიკულად მთლიანად უდაბნო ჩრდილოეთ საზღვარს თუ არ ჩავთვლით, სადაც ძალიან ლამაზი ბუნება, აი რომ ვერც წარმოიდგენ ადამიანი ისეთი სილამაზე მთები, წყაროები ჩუხჩუხებს რაღაც და სულ სხვა კლიმატია. ნუ ეხლა უკიდურეს სამხრეთში უკვე იქ კატასტროფა ხდება იქ. ჩემი მეგობარი მუშაობდა იქ თავის დროზე და სიგარეტს ვერ ეწევი ადამიანი ელემენტარულად, იმიტომ რომ ხელში რო დაიკავებს სიგარეტს ის იმდენად მაღალი ტენიანობა ეს სველდება, ტყდება, მოკლედ საშინელება არის. ანუ სიცხესთან ერთად ტენი კატასტროფაა ხო? კატასტროფა. ეგ არის სპარსეთის ყურის ქვეყნების, ნუ აი ძალიან დიდი უბედურება, რომ ნუ სიცხეს გაუძლებ კაცი ჭtildeში დადგები რაღაც, მაგრამ ნუ ტენიანობას ვერ რა უნდა უკნა, ვერაფერს ვერ უშევ. მოკლედ ეს ჰუსიტები ეს არის ირანული ძალაა პრაქტიკულად. მთელი ის მოწინავე შეიარაღება რაღაცა ზებგერითი რაკეტები და 1000 გარეკლამირებული შეიარაღება არ არის გამორიცხული რომ რუსეთის მიწოდებული ოღონ ირანის გავლით, მაგრამ ძირითადი შეიარაღება ამათ ირანიდან აქვს მიღებული. და აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით და სარაკეტო დარტყმებით ისრაელის ტერიტორიაზე ზოგიერთი წარმატებულიც კი იყო, ძირითადად რა თქმა უნდა ახერხებენ ებრაელები მაგათ განეიტრალებას, მაგრამ ბევრნი არიან, ცოტანი არ არიან, ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, აბსოლუტურად არალეგიტიმურად არის მიჩნეული მთელი არაბული სამყაროს მიერ ეს ჰუსიტების ხელისუფლება. კიდე ერთი პატარა შტრიხი, მთელი მაგათი ლიდერშიპი სწავლობდა ირანული ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ესენი. დავიმახსოვრთ ეს სახელი, ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს არის რელიგიური უნივერსიტეტი, რომლის ცენტრი ირანის ქალაქ ყუმშია და დიდი ხანი ცდილობდნენ ისინი რომ გაეხსნათ ფილიალი საქართველოში. ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ და ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე წლის წინ მოახერხეს და აგერ ქვემო ფონიჭალაში ფუნქციონირებს, ყველგან ვამბობ, ყველა ინტერვიუში ყველგან რომ ფუნქციონირებს ალ-მუსტაფას ირანული უნივერსიტეტის ფილიალი. ქვემო ფონიჭალა კი ვიცით რაც არის, ხო? აზერბაიჯანული ეთნოსით დასახლებული საკმაოდ დიდი რაიონია, ტერიტორია აბსოლუტურად. ხო, და ნუ ძალიან შავბნელი ძალაა ეს უნივერსიტეტი. მთელ ახლო აღმოსავლეთში ამ უნივერსიტეტს ქვია ტერორისტების სამჭედლო. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. მე რომ გავიგე რომ გაიხსნა უნივერსიტეტის ფილიალი დავრეკე განათლების სამინისტროში და ვიკითხე ხელ მინისტრთან ვინ მიმიშვებდა ან მოადგილესთან, ნუ ვესაუბრე ალბათ რაღაც დეპარტამენტი იყო, არც მახსოვს. ეს წელს არ იყო და არც ჩარშა. ნუ საქმეში ხართ, თქვენ რომ გაიხსნა ეს ალ-მუსტაფას რელიგიური უნივერსიტეტის ფილიალი, ქვემო ფონიჭალს. კი, როგორ არა ვიცითო და რა პრობლემაა მეკითხებ, თქვენ რამ შეგაწუხავთ? ნუ თქვარი ეს ძალიან ცუდი სახელი აქვს, თან დასანქცირებული ეს უნივერსიტეტი 2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ დაასანქცირა ეს. ის კი არ არის რაღაცა გაურკვეველი უნივერსიტეტი. ხო და ნუ ხელავთ ახლა მაგათი დიპლომიო ჩვენთან ვერც აკრედიტაციას გაივლისო და სამსახურს ვერ იშოვნიან ჩვენთან. ნუ ენა ჩამივარ და დავკიდე ყურმილი, იმიტომ რომ ისინი ამ უნივერსიტეტს, იმიტომ კი არა
ამთავრებენ ვიღაცები და ლობიში დაждდეს იქ აი მაშინ აქ რუსთავის და აქ რაღაც იმაში სახელმწიფო დაწესებულებაში კი არ უნდა მუშაობენ. ემა თავისი გზა იციან, სად უნდა იმუშაონ, რა უნდა გააკეთონ, რეკრუტირება როგორ გააკეთონ ამ ხალხის და წაიყვანონ მერე საომრად, სადაც დაჭირდება ირანს. აი ამისთვის არის გაკეთებული. აი ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ჰუსიტების ბელადები. მოკლედ ეს ძალიან ისეთი სერიოზული ძალაა. საუდის არაბეთმა ვერაფერი ვერ მოუხერხა, იმიტომ რომ საუდის არაბეთის ტერიტორიებში კი ერიადისკენ ისროდნენ რაკეტებს ეს ჰუსიტები. ვერაფერი ვერ მოუხერხეს, ვერაფერი. იქ ახლა რა თქმა უნდა მთელი ბუკეტია ამ ტერორისტული ორგანიზაციების, ვინც მუშაობს იქა და ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს რაღაც ნარჩენები იქ. მუსლიმი ძმების სერიოზული ფილიალია იქ, ალ-კაიდას არაბული, ეგრეთ წოდებული არაბეთის ნახევარკუნძულის ფილიალი ფუნქციონირებს, აი პირდაპირ იქა და კრაზანის ბუდე არის იემენში, ზუსტი დასახელებაა იემენში, აი ზუსტად არის კრაზანის ბუდე და რომელსაც ერთადერთი შანსია მაგ წყაროს ამოძირკვის. ეს არის სახმელეთო ოპერაცია, რომლის გაკეთება არავის არ უნდა იქ და ძალიან რთული იქნება, ვერ წარმომიდგენია იემენის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია. ახლა წერტილოვანი დარტყმები კი რაღაც ეფექტი მოაქვს იმას, ამერიკელები დაარტყმავენ იქ, ისრაელი ააფრენს რამდენიმე ესკადრილიას იქ დაბომბავენ იქ, ნავთობ ტერმინალს დაუწვავენ, მაგრამ იქ უდაბნოში რო გაიგის, უდაბნოში დაიბადა, გაიზარდა და იქ უნდა იყოს მთელი ცხოვრება. იმან იცის სად შეაფაროს თავი რა ქნას. ეხლა იქ ამერიკელი ჯარისკაცი იქ ვერ იომებს, ეხლა ამორიცხულია. და არც უნდა ეხლა შტატებს უნდათ ეხლა იქ იემენის ტერიტორიაზე თავისი სახმელეთო ძალების გაგზავნა? აბსოლუტურად არ უნდა. თან იქ რაღაც 1000-ნაირი წყალქვეშა დინებაა კიდე იქ. იქიდან სპარსეთის ყურიდან ნავთობპროდუქტებით ძირითადი მომარაგების წყარო ევროპის მიმართულებით ეს იყო წითელი ზღვა და მერე სუეცის არხი და ეხლა ჩაკეტილი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ შეფერხებულია ეს. ეს რო შეფერხებულია, ვიღაცებს აწყობთ ეს ძალიან. ხო, აი კი უნდა მეთქვა, ესე იგი ვიღაცას აწყობს, იმიტომ რომ რასეთი რა დაუძლეველი ძალაა ბოლოს და ბოლოს. ეხლა ამხელა ევროპა, ამხელა ისა, ანუ ნავთობმა მაინც რაღაცნაირად ვერ ისაკნა, ვერ გადაწონა. აი, ხო, გითხარი მე რომ საჰაერო დარტყმებით ესეთი პრობლემები არ იხსნება. იგივე სირიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული განადგურება, იმიტომ რომ ისლამური სახელმწიფოს განადგურება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. იმიტომ რომ არსებობს ორი სახელმწიფო. ერთი აი ფიზიკური, რომლის წევრების დარბიან ემეებით, ჯიპებით და კალაშნიკოვებით და იბრძვიან, ამის განადგურება კიდე შეიძლება და არის კიდე მეორე ისლამური სახელმწიფო ვასო. აი იმის განადგურება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ის არის ძალიან ბევრი ადამიანის თავში, გონებაში. და იმ გონებაში ისლამური სახელმწიფოს არსებობას ვერც რადარი აღმოაჩერს, ვერც სკანერი და ვერც ვერაფერი კიდე. აი დევს დაბადებიდან დევს, იმას ჩააგონეს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ისლამური და დამთავრდა. ქვეყანაში უნდა იყოს შარიათის კანონები. მორჩა. როგორ გინდა გაიგო, მიდის კაცი თავისთვის ახლა და ის ოცნებობს მთელი ცხოვრება ამ თემაზე. ეხლა რა დაიჭერ, რატო უნდა დაიჭირო? მოკლავ, რატო უნდა მოკლა და ასეთები ბევრნი არიან, ცოტანი არ არიან. ცოტანი არ არიან. და ისინი შეადგენენ მე ბირთვს უცებ რო დაჭირდეს ვინმეს რა თქმა უნდა. იქ მთელი თეორიებია მე რომელიც მუშაობს და საიდან იზიდავენ ხალხს და საიდან ჩამოდიან და რატო ჩადიან და საქართველოსდანაც ცოტა ადამიანი კი არისო იქ ჩასული და ეხლაც არიან იქ. და საჭირო რომ გახდეს კიდე გერმანიდან ეთნიკური გერმანელებიც კი. კი ბატონო, ქალები და მამაკაცები. მარტო გერმანიიდან ბელგიელი ჯიჰადისტები და ესენი არ მიყვარს ეგ სიტყვა. ფრანგები და რა ვიცი მე 100-ზე მეტი ქვეყნიდან იყო ხალხი ჩასული სირია, ერაყის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, აი ისლამური სახელმწიფოდან. მოკლედ ისეთი რთული თემაა და ძალიან რომელსაც დალაგება არ უწერია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ძალას და არაერთ ქვეყანას აწყობს, რომ იქ ესეთი სიტუაცია იყოს, თორე დაულაგებელი პრინციპში არაფერი არ არის გაცნობილი. საბჭოთა კავშირი დაიშალა ბოლო-ბოლო, რომელზეც არც ოცნებობდა ხალხი. წარმოგვიდგინოთ ჩვენ რომ 70-იან წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის
გუშინ უყურებდი და მინდა გავაკეთო ამაზე გადაცემა ჩაუშესკუ ანუ 21 დეკემბერს უზარმაზარი შეკრიბა მიტინგი მილიონობით ადამიანი და 25-ში სამხედრო ტუალეტთან დახვრიტეს. ხო, კი ბატონო, ძალიან მალე ხდება ეგეთი რაღაცები, ხანდახან მოულოდნელად ხდება, მაგრამ ვიღაცებისთვის ეს მოულოდნელია არ არის. ვიღაცები მუშაობენ ამ თემებზე. მუშაობენ. აცი რომ ძალიან ხშირად ახსენებ ხოლმე შარიათის კანონს და ცხოვრების წესია, ხო, ფაქტიურად შარიათის კანონით უნდა იცხოვრო, ხო? ხო, აი რა, ძირითადი რა, მე რაღაცები კი ვიცი, მაგრამ აი რას მოიცავს თავის თავში? აი თქვათ მე გავაკეთე რომელი სახელმწიფოებია ჯერეთი რომლები შარიათის კანონებით არსებობენ და მე რას ნიშნავს ეს ასე ცხოვრება შარიათის ქვეშ? თქვა შარიათი ნიშნავს სავალ გზას, აი ესე არაბულიდან რომ გადმოვაქართულოთ, ეს არის სავალი გზა. აი ამ გზით უნდა იაროს ყველა მუსლიმმა. ვალდებულია რომ იაროს. ნახე მეორე საკითხია რომ ყველა მუსლიმი ამ გზით არ დადის და ნუ ვერ ივლის ახლა. სურვილის მიუხედავად. შარიათის კანონებით ცხოვრობს აი რამდენიმე ქვეყანა. აი მთლიანად შარიათის ქვეყნებით რომ რეგულირდება მათი ყოფა და ცხოვრება და პოლიტიკა და ყველაფერი. თუმცა ვერ იტყვი რომ მთლიანად, იმიტომ რომ მაინც ამ ქვეყნებთანაც კი გარკვეული პრეტენზიები აქვს აი ამ ძალებს. თქვათ ისლამურ სახელმწიფოს, იგივე ორგანიზაცია ალ-კაიდას. ეს არის საუდის არაბეთი. ავღანეთი. ეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. შარიათის კანონები და შარიათის სასამართლოები რამდენიმე არაბულ ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი კანონმდებლობა დამყარებულია შარიათზე, ვთქვათ. არ არის ეგრე, ნამდვილად არ არის, ვთქვათ. სირიაში გარკვეული სამართლებრივი მიმდინარეობები და წესები რეგულირდებოდა შარიათის კანონებით, მაგრამ ძირითადად სამოქალაქო სამართალი იყო. იგივე ასადების მმართველობის დროს, იგივე ვთქვათ გაერთიანებულ არაბულ საამიროებში შარიათის წესები არის იქ. რა თქმა უნდა და შარიათის კანონები მუშაობს გარკვეულ სფეროებში, მაგრამ ის იმდენად სპეციფიური სახელმწიფოა გაერთიანებული არაბული საამიროები, რომ ხო მთლიანად შარიათი რომ განხორციელდეს იქ ეს იმათაც იციან და სხვებმაც რომ იქ ის საამიროების კეთილდღეობა რომელიც გარედან ესე ჩანს და შესამჩნევია ის უბრალოდ აღარ იქნება. საერთოდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, სადაც შარიათის კანონები მთლიანად მოიცავს ქვეყნის შიდა მოწყობას მთლიანად თავიდან ბოლომდე, იქ ტურიზმი არ არსებობს. ბევრი ადამიანი იცი, ვინც ტურისტული მიზნებით სტუმრობს ავღანეთს, თქვა. მე არ ვიცი ბევრი ადამიანი. ირანში რა თქმა უნდა ტურისტები დადიან, მაგრამ ირანი თავისი ისტორიით, თავისი წარსულით, ამხელა კულტურული ფენებით და ყოველ ცივილიზაციით კოლოსალური ისტორიის ქვეყანა იმსახურებს ტურიზმის იმ დონეს, რომელიც არსებობს ირანში დღეს. ხო, ნუ როგორ არ ჩადიან ტურისტები, ჩადიან ირანში. ალბათ ცოტა არ ჩადიან, მაგრამ ირანში წესით ახლა უნდა იყოს 1000-ი ალბათ მე მაგალითად აი რატო? აი ამიტომ. საუდის არაბეთში ზოგს ბუნებაზე დაკვირვება აინტერესებს, ხო მართალი, ხო არის ხალხი, ვისაც აინტერესებს, მე ვიცი რო არის და შენ ხარ ეგეთი ადამიანი და გადამფრენი ფრინველები, რაღაცა ათასნაირი, ყველაფერი საინტერესო იქ უდაბნოს პეიზაჟები იქ. ხალხი ფილმებს იღებს უდაბნოში, აი იორდანიის ერთ-ერთი მონაკვეთი უდაბნოსი არის ამისთვის ჰოლივუდის ნახევარი ფილმები, რომელიც რაღაც ასეთ პეიზაჟებს მოიცავს. პეიზაჟებზეა, ხო, აგებული იორდანიაშია გადაღებული, ხო. იორდანია უკვე სხვა თემა, აბსოლუტურად სხვა თემაა იორდანია. საუდის არაბეთში მაგას ვერ გააკეთებ, ახლა იქ გინდა პრინცი მუჰამედი მართავდეს ქვეყანას და ვინც გინდა მართავდეს ახლა. იქ სხვა ნორმებია და სხვა სიტუაციებია. კი გამოაცხადა მუჰამედმა მე 2030 წლის პროგრამა მაქვს და 300 კილომეტრიან ქალაქს ვაშენებ და ამას ვაკეთებ, იმას ვერაფერსაც ვერ აკეთებს. ის 300 კილომეტრი ჩამოვიდა ბოლოს
30 კილომეტრზე, ეხლა ჩამოვიდა მგონი 3 კილომეტრზე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ იმისი 3 ტრილიონი დოლარი უბრალოდ არ არსებობს. ძალიან დავრბივართ ამ თემებზე რა, ძალიან. არა, დავრბივართ. აი ეხლა შარიათი ცხოვრობს თქვათ არაბეთის ემირატები და პლუს ირანი, ხო? ანუ ეხლა ერთი პატარა შენიშვნა ბოდის ვიხდი. ხო. შარიათის დამკვიდრების ერთ-ერთი ნიშანი დამკვიდრების მცდელობის, სურვილის ყოველ შემთხვევაში არის ისეთი ერთი შეხედვით, აი უწყინარი წარწერა კვების ობიექტებზე, როგორიც არის, აბა, ჰალალი. ეს არის შარიათი. ეს არის შარიათი. საქართველოს ყაზბეგის რაიონში და მისადგომებთან რესტორნებს აწერია ჰალალ. თბილისში აღარ ვლაპარაკობ ახლა აღმაშენებლის გამზირზე, ყველა თურქულ არაბულ რესტორნს გამოკრულია ჰალალ. რა არის ეს ჰალალ? როცა არსებობს ჰალალი ნიშნავს ჩვენ ხმარობთ ქართულ შემთხვევაში. ჰალალი რაც შეერგება კაც შესარგებია, დასაშვებია და მისაღებია. ეს არის შარიათის მიხედვით, არა ისლამური კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის ის საკვები და არა მარტო საკვები კიდე, მხოლოდ საკვებზე ავრცელდება. ძირითადად საკვებზე ეს. ეს ქაშერის რაღაც სახეს დაახლოებით. რომელიც შეიძლება მუსლიმმა რომ მიირთვას, საკვები, სასმელი ყველაფერი. და ამას აქვს მეორე მხარე კიდე, არსებობს ჰალალ და არსებობს ჰარამ. ჰარამ ხო, ცოდვა. ანუ არამი, რაც არ შეერგება ადამიანს. ესე ჰალალ და ჰარამ. სადღაც რო გიწერენ რომ აქ არის ამ რესტორანში არის ჰალალ. ესე გვერდზე რომელსაც ჰალალ არ აწერია, ის არის ჰარამ, ხო? ხო და რა არის ეს? რას ნიშნავს ეს? ეს მთელი ინდუსტრია. განსაკუთრებით ევროპის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ეს არის ძალიან სერიოზული შემოსავალი. აქ სპეციალური წარმოებები მუშაობს ამისთვის. რომ ეტიკეტზე დატანილი იყოს პროდუქტზე, რომ ეს არის ჰალალ. და მუსლიმი ყოველთვის ცდილობს ახლა, როდესაც ჩადის უცხო ქვეყანაში, მისთვის უცნობ ქვეყანაში, ხო, ტურისტად, ის ეძებს ამ ობიექტს, რომ იქ ეცადოს, რომ იქ მიირთვას საჭმელი და ასე შემდეგ. თუმცა ისლამის კანონმდებლობის მიხედვით, პროდუქტი, რომელიც მომზადებულია წიგნის ხალხის მიერ, წიგნის ხალხი თუ არ ვწდები წინა ქრისტიანს ვახსენდით ჩვენ. ესენი ქრისტიანები და იუდეველები. მათი მომზადებული საკვები არ არის ჰარამ მუსლიმისთვის და შეიძლება რომ მიიღონ. თუმცა ისლამში არის რამდენიმე ესეთი იურიდიული სკოლა, ზოგიერთი სკოლა გვეუბნება რომ არა, მაინც არ შეიძლება და ამიტომ თავს იცავენ ისინი და როდესაც წარწერა არის ჰალალ შედიან იქ. ხო, იმას თავის წესები აქვს ჰალალის წესით დაკვლას, საკვების მომზადებას, იქ რაღაცის მირთმევა შეიძლება, რაღაცის არ შეიძლება. უმეტესმა ჩვენთაგანმა იცის რომ ეს არის თქვა ღორის ხორცი არ შეიძლება. ეს მკაცრად დაბუდადებული პროდუქტია, არ შეიძლება და მორჩა. ალკოჰოლი არ შეიძლება. თუმცა წინა საუბრის დროს ვახსენეთ რამდენიმე მომენტი რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ისლამის გარიჟრაზე შეიძლებოდა. მე აიკრძალა და ეხლა საერთოდ ლაპარაკი არ შეიძლება და მორჩა დამთავრდა. და შარიათის კანონი მოქმედებს სუნიტებშიც და შიიტებშიც. რა თქმა უნდა. რა აქვს მნიშვნელობა? ანუ ეს საერთო არის ეს თვითონ გაგება აი შარიათის წესები და ისლამური კანონმდებლობა. თორემ თვითონ ეს ურთულესი თემაა ისლამში, რელიგიურ საკანონმდებლო სკოლები და მიმდინარეობები არსებობს ისლამში. სუნიტებს თავისი 4 ძირითადი მიმართულება აქვთ ამისი. აი ერთი თუ უშვებს რაიმე პროდუქტის, მაგალითად, აი უხეშად ვიტყვი, რაიმე პროდუქტის მიღებას თუ უშვებს ერთი სკოლა, მეორე კატეგორიულად კრძალავს. და ეს ნიუანსები, თქვათ, რაღაც სასჯელი, თქვათ, სასამართლოში, აი შარიათის სასამართლოში, რაღაც სასჯელისთვის ერთი მიმართულება რაღაც სასჯელს აკისრებს. მეორესთვის ეს ნაკლებად ცოდვად ითვლება და უფრო მსუბუქი სასჯელი შეიძლება დაეწესოს მას და
აი ეს მთელი მსოფლიოს მუსლიმები აი დაყოფილი არიან პირობითად რა თქმა უნდა აი ამ იურიდიული სკოლების მიხედვით აი ზოგიერთი ქვეყანა არამთლიანად ქვეყანა შეიძლება ერთ ქვეყანაში რამდენიმე სკოლა ფუნქციონირებდეს და რამდენიმე სკოლის მიმდევრები ჰქონდეთ თავიანთი მეჩეთები და გაუგებრად ხوار საუბრობთ ძალიან არა აბსოლუტურად ხო აი რაღაც შეიძლება გვერდიგვერდ არსებობდეს რაღაც მეჩეთები ერთი ეკუთვნის აი ამ იურიდიულ სკოლას მეორე იურიდიულ სკოლას გააჩნია სად შევა ბავშვის პატარობიდან სად მიაჩვევა სიარულს და ის იმის მიხედვით იზრდება მერე და იმას თავის წესები აქვს და ცხოვრების წესი უყალიბდება მერე აი ესეთი ვითარება აი ამ შარიათთან დაკავშირებით შარიათი ძალიან დიდი თემა, რთული თემა, განსაზღვრავს საერთოდ ყველა სფეროს ადამიანის ცხოვრების. აბსოლუტურად ვინ და როდის გააკეთა ეს? არა, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ ეს მოდის საუკუნეები და ამის მთელი ტომები არსებობს და მთელი წიგნები არსებობს შარიათის სამართლის აი ამ სკოლების მიხედვით. ეს ისწავლება ეს სპეციალობა შარიათის სამართალი ისწავლება რელიგიურ უნივერსიტეტებში მედრესეებში არა ძალიან ზედაპირულად მაგრამ უნივერსიტეტებში არის სპეციალური ფაკულტეტი ისლამური სამართალი და მიდი ეს ადამიანი რო აბარებს იქ შედის სასწავლებლად სწავლობს ამას მერე ისლამური რაღაც მოსამართლე ხდება და შარიათის მოსამართლე ხდება და დავით რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აი მუსლიმებს აი პირდაპირ გამოსვლები ჰქონდათ აი დიდ ბრიტანეთში ჰქონდათ გამოსვლები მაგალითად ვიცი გერმანიაში ჰქონდათ გამოსვლები რომ ჩვენ გვინდა შარიათის სასამართლო იმიტომ რომ ისინი ესე აქვთ მათ შთაგონებული მათ ესე იციან რომ მათ უნდა იცხოვრონ შარიათის მიხედვით სამოქალაქო სამართალი ახლა რომაული სამართალი მაგათვის არის წარმოუდგენელი რაღაცა. ეხლა აქ დაიბადება მეორე შეკითხვა, მაშინ რატომ მოდიან კაცო აქა და იცხოვრონ თავის საუბარს? ეს კიდე სხვა თემაა. ეს კიდე სხვა თემაა, კიდე უფრო სიღრმისეული რთული თემაა და ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდ პრობლემებთან. დავით, აი ზუსტად ეხლა რაც შენ თქვი, 3-4 დღის წინ გადავიღე კიდეც მე ქალები იყვნენ გამოსული. იქ მარტო ირანელები არ იყვნენ მე მგონი. მოქონდათ აი ესეთი დიდი მწვანე პლაკატები იმამ მაჰდია ხო იმამ მაჰდია წერია და ნუ ისეთი ხმაურიანი და დიდი აქცია იყო მხოლოდ ქალები იყვნენ ეთხოვდნენ შიიტების უფლებების დაცვას ეს ჰამბურგში ხდებოდა? ეს ჰამბურგში ხდებოდა აი რამდენიმე დღის წინ ზუსტად აი ძალიან წარმომადგენლობითი ცენტრალურ ქუჩაზე იმამ მაჰდი შიიტების რწმენით არის ბოლო იმამი რომელიც უნდა მოვიდეს მაგას ელოდებიან და ეგ არის განკითხვის დღე მერე აი მაჰდი რო გამოჩნდება აი იქ მთავრდება ყველაფერი და მერე იწყება უკვე სულ სხვა ამბები და ეს არის მეორედ მოსვლა მოკლედ ჩვენი შეხედულებით ეხლა ნუ ეგენი შიიტები იყვნენ იმიტომ რომ სუნიტები იმამ მაჰდის არ ელოდებიან ხო, ასეც მე როგორც გავიგე ერთ-ერთი ძალიან დამტრეული გერმანულით მიხსნიდა და მივხვდი რომ რაღაცა ჩვენ შიიტების უფლებების დასაცავადო. ეხლა რატო იცავენ შიიტების უფლებებს მაინც ჰამბურგში? იმიტომ რომ ჰამბურგში იყო ძალიან დიდი შიიტური მეჩეთი. აი ერთ-ერთი ცენტრალური მეჩეთი იყო ჰამბურგში, რომელიც აგნე და დახურეს. და აკვანი იყო სხვადასხვა ტერორისტების. ხო, როგორც აღმოჩნდა. ესეთი აკუნები ვასო ევროპის ტერიტორიაზე არის ძალიან ბევრი. ეხლა შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ აი პირველი ესეთი დიდი აკვანი დაირწა ევროპის დედაქალაქში, რომელსაც ქვია ქალაქი ბრიუსელი. ნატოს შტაბ-ბინა, ევროკავშირის შტაბ-ბინა, რა ვიცი, კიდე რამდენი ოფისია ბრიუსელში? ყველაფერი ფაქტობრივად ადამიანთა უფლებების სასამართლო. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. საერთოდ აი შეიძლება მოეჩვენოს იმეს რომ ეს თემასთან კავშირში არ არის, მაგრამ ყველა დიდი უბედურება, რაც კი მომხდარა, რაც კი ხდება და რაც კი მოხდება დედამიწაზე. მე ვფიქრობ, რომ
დიდწილად არის დაკავშირებული ადამიანურ სიხარბესთან. და პირდაპირ თუ ღორობასთან. ყოველთვის ასე იყო. აი იგივე ის ფელის ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები, რომელმაც აი წალეკა მთელი სამხრეთ ამერიკა და ეს თავისით როგორ არ ჩდება ხანძრის მეტი რა ჩდება თავისით, მაგრამ ადამიანის ხელი ურევია. რატო წავ? მე რო გავიგერო საბერძნეთში თურმე რაღაც ეს რომ მოხშირდა ბოლო დროს ეს ხანძრები და რო ვკითხე მე ბერძნებს რა ხდება რა არის? კიო იჭერენო ხო? რას ქვია იჭერენ? ვის იჭერენ? კიო უკიდებენო წესს და მე იმ ტერიტორიაზე რაღაც შენდება და სტრუქტურული პროექტები კეთდება. გესმის შენ რა ხდება? ვიღაცა ფულს აკეთებს ამაზე. და იქ რო ბრაზილიაში და იმაში მაგალითად ძალიან ფაქტიურად კოკაინის დონის მაფია არის დღეს ავოკადოს მაფია. დოკუმენტური ფილმია იმაზე გერმან ARD-ზე დონე არის, აი ზუსტად იგივე ხდება ავოკადოზე, რაც ხდება კოკაინზე და ამის გამო იწვება და იჩეხება ბრაზილიის ტყეები, აი ეს რომელიც აერს გვაძლევს, ის კი არ არის მარტო რომ წვანეა და ლამაზია და აიმუნები და პეპლები დაფრინავენ. ჩვენი ჟანგბადის წყაროა ფაქტიურად. ო, მაგრამ ეს მარტო ბრაზილიელების ჟანგბადის წყარო არ არის. ო, აგერ მოდის აქ თბილისში მოდის და მცხეთაში მოდის ის აერი, ხო ის ჟანგბადა. ხო და ეს ყველაფერი, აი ამიტომ ამბობ მე რომ ეს უკავშირდება ყველაფერი ადამიანურ სიხარბეს, რომ ვიღაცამ კიდე მეტი ფული იშოვოს. ეხლა რატომ მივაბი ეს თემა? 70-იანი წლებში ბრიუსელში სტუმრობდა საუდის არაბეთის მეფე. გაჭიროებაა ნავთობის იქ რაღაც დაძაბულობა, რაღაც ემბარგოები, 1000 უბედურება ხდება. მოკლედ გაძვირდა ეს ნედლი ნავთობი, შესაბამისად გაძვირდა ნავთობპროდუქტები, ბენზინი, დიზელი და ასე შემდეგ და თავისმა კოლეგამ, აი ჩხილებშიც კი არ ავსვავ. მონარქმა, ბელგიელმა სთხოვა რომ აი არ იქნებაო რომ თქვენი ნავთობპროდუქტი ამდენი რო გაქვთ, ცოტა შეღავათიან ფასად რომ დაგვითმოთო ჩვენ რომ. რა პრობლემა არის? რამდენიც გნებავთ? და შემხედრით ხოლმე მეც მექნებავ. კი ბატონო, ერთი მეჩეთი არ იქნებაო რომ ბრიუსელში სადმე პრესტიჟულად მობძანდით და ილოცეთ რამდენიც გნებავთ და ჩადგეს ეს მეჩეთი. გააკეთეს. ამ მეჩეთს რა თქმა უნდა გვერდზე მიემატა მე სასწავლო ცენტრი, მედრესე, ყველაფერი როგორც წესია, როგორც რიგია. დროთა განმავლობაში ეს ბრიუსელის დიდი მეჩეთი, ესე დაარქვეს, ბრიუსელის დიდი მეჩეთი. ხო, დიდი მეჩეთი რატო? დიდი მეჩეთი ნიშნავს, რომ პატარა მეჩეთებიც არსებობენ, ხო? გახდა სალაფიური და ვაჰაბიტური ეგრეთ წოდებული ისლამის ცენტრი მთელ ევროპაში. იქ უცებ გაჩნდნენ იქიდან საუდის არაბეთიდან ჩამოსული ისლამის პროპაგანდისტები და რა ვიცი, ნუ 1000-ნაირი ჯურის ხალხი. რეკრუტიორები რომლებიც რა თქმა უნდა, აბარა. ეხლა ბოლო მონაცემები მე არ მაქვს, მაგრამ აი რამდენიმე წლის წინ ეს არის დაახლოებით 10 წლის წინ დათვლადია ხო ყველაფერი. ბრიუსელში 77 მეჩეთი იყო. ბრიუსელში. ხო და 10 წლის მერე კიდე გაიხსნებოდა რაღაცა, ხო? მოკლედ აი ეს ქალები, რომლებიც მწვანე ბანერებით დაიარებოდნენ ჰამბურგის ქუჩებში, ისინი ძალიან განიცდიან აი მეჩეთის დახურვას, იმიტომ რომ რა ქნან ახლა იმას. მოუწევთ ახალი მეჩეთის გახსნა. რაც ცოტა გაუჭირდებათ ახლა, იმიტომ რომ თავის დროზე მათ ეს უპრობლემოდ მოახერხეს. ძალიან უპრობლემოდ და დღეს უკვე შეიძლება ცოტა გაუჭირდეთ. ხო, ნუ ახლა ცოტა ყური გამოიფხიკეს უკვე გერმანელებმა რაღაცებზე და ხო, აქ იმ შეკითხვებში, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა დასვა, არის ამ თემაზე ლაპარაკი, რომ კაცო, რას მოდიანო აქეთო იყვნენ თავის ქვეყანაში და ეს კიდე ცალკე დიდი თემაა, რომელიც წინასაუბრის დროს თქვით ჩვენ. რას ქვია, რას მოდიან კაცო? მოდიან, იმიტომ რომ გამრავლდნენ მან და მანდი იყვნენ და აი ეს რომის აღება რო ვახსენებე. ეს ლეგენდა კი არ არის და რაღაც ერთ ყურში შეუშვა ვიღაცამ და მეორეში გამოუშვა. ის ახსოვს და იციან რომ ეს ესე უნდა იყოს. მაგერ ესპანეთის ამბავი რო ახსენე. აი ესპანეთის ამბავზე ძალიან საინტერესო შეკითხვა სვამს ერთი მსმენელი, რითაც მადლობას ვუხდი. აი შეიძლება რომ წავიკითხო შეკითხვა და კი უკვე კი, ესე ჩავანაცვლოთ ხო? ხო. აი თემების
პირველ შეკითხვას ერთი წამით გამოვტოვებ და რადგან ამ თემაზე ვსაუბრობ, ბატონო დავით, თქვენს მიერ დახატული სურათი მართლაც საინტერესოა. ცოტა გაურკვეველია, რა წყაროზე დაყრდნობით საუბრობთ იყალის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის ესპანეთის დაკარგვის გლოვის სიმბოლოა. სად ვიპოვოთ აღნიშნული შესახებ სარწმუნო ინფორმაცია და არა მითები. ხო, ეს პირველი ნაწილია შეკითხვის. ეხლა რაც შეეხება სად ვიპოვნოთ აღნიშნული შესახებ სარწმუნო ინფორმაცია. უნდა ვიცოდეთ, რომ ისლამის შესახებ თვითონ მუსლიმებისთვის ყველაზე სარწმუნო ინფორმაცია არის, აი ნებისმიერი მუსლიმი რო გააჩერო და კითხო, აი ეს იყალ, ესე ქვია არაბულად, მე არ მიხსენები ესე. აი შავ რგოლებზე, თავსაბურავზე რო უკეთიათ ეს შავი რგოლები და რომ აღნიშნეთ, რომ ეს არის ანდალუსიის ესპანეთის დაკარგვის გლოვის ნიშანი. რო კითხო, რომ აი რა არის ეს გიპასუხებს. 1000-დან 990 გეტყვის, რომ ეს არის ანდალუსიის თუ გენდო. უცნობი ქუჩაში არ გეტყვის მაგას. უცნობი ქუჩაში არ გეტყვის. მიკეთია რა, ნაჭერი რო არ გადმოვარდეს თავიდან, სამაგრია ესა. და რო კითხო, რომ აი საიდან წამაკითხე, ყურანში გიწერიათ? არ გიწერია, რა უნდა ყურანში მაგას? მაშინ ანდალუსიაზე არ იყო საუბარი. სუნაში გიწერიათ? არა, არ გიწერია ჰადიცებში. აბა აი მოზდებთ ეგრე, ანდალუსია რო დაიკარგა. იმის მერე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მანამდე არ იკეთებდნენ ამას. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს. დატვირთვა მიცეს. დატვირთვა მიეცა ამას. დატვირთვა მიეცა ამას. ეხლა ამის წერილობით წყაროს თუ მოვინდომებთ, რომ მოვძებნოთ სადმე, რომ აი იგივე შარიათში, რომ აი ეს წერია აქა და აქ, რომ არ მოვიხსნით ამ იყალს, სანამ ანდალუსიას არ დავიბრუნოთ, ეს უკვე იმდენ პრობლემას წარმოქმნის. ხლა ანდალუსიას და ესპანეთს უამრავი არაბი სტუმრობს, მათ შორის მონარქები ჩადიან იქ. კი. საუდის არაბეთის მმართველ ოჯახს იქ აგარაკები აქვთ სერიოზული ძალიან. და ეხლა თქვენ რა ის ანდალუსიის დაბრუნება გინდათ და რაღაც. ამაზე შეიძლება სკანდალები ატყდეს. სერიოზული. ამიტომ ეს არსად არ წერია. ხო, მოდის ათადან და ბაბადან, ხო? ხო. ძალიან დიდი ხანი ხო, აი იმის მერე რაც დაკარგეს, მიეცა ეს დატვირთვა უბრალოდ, მეტი არაფერი. მაგრამ ის რომ ესადმე წერია და ვიღაცამ შეძლოს ამის წაკითხვა, ეს თირამე არ არის. თბილისი რო დაკარგეს თავის დროზე იმის გლოვის ნიშანს არ ატარებენ. შენ ფიქრობ რომ არ ატარებენ? შენ ფიქრობ რომ ეგ არ ახსოვთ და არ იციან და არ ახსენებენ ზოგიერთები აქ რო ჩამოდიან არაბები რომ ეს 4 საუკუნე ჩვენ აქ ვიყავით და ამით ამაყობენ ისინი ძალიან. 4 საუკუნე ძმაო ძალიან ბევრია. 70 წელი იყვნენ ბოლშევიკები აქ ჩვენთან და თითქმის დაგღუპეს და 4 საუკუნე წარმოგიდგენია რა. რას გაუძელით ჩვენ წარმოგიდგენია მაინც მაგრამ მაგარი გენი გვაქვს. 4 საუკუნე აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი იჯდა და მართავდა, ნუ ფაქტიურად. და ბოლოში უკვე, აი სულ ბოლოს მხოლოდ თბილისზე იყო პრაქტიკულად ლაპარაკი. ხო, მარტო რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დედაქალაქის გადატანა მოუწიათ ქართველებს, ხო? ქუთაისში გადაიტანეს დედაქალაქი. მაგრამ ნუ ერთი ქალაქი იყო, ისე რომ ვთქვათ, ესე უხეშად, მხოლოდ ერთი ქალაქი. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ქალაქი, ეს გავლენის წყარო იყო ძალიან და დიდი იარაღი იყო და არაბები ისხდნენ და მართავდნენ და თავის წესები ჰქონდათ და ყველაფერი. და დავით აღმაშენებელმა რა ვიცი, ეს დიდგორის მოგება იყო, აი ვერც კი ვაფასებთ, ჩვენ იმხელა ამბავი გაკეთდა მაშინ, თორემ ის ხალხი რომ მოდიოდა ზოგიერთი 300,000 მებრძოლს რო ამბობს და ზოგი 100,000 და 30,000 იყო, ისინი მოდიო, აი ზუსტად მაგას ქვია ჯიჰადი. აი ჯიჰადისტვის მოდიოდნენ ისინი ზუსტად. და მაგ ჯიჰადს დავით აღმაშენებელმა დაახვედრა ზუსტად აი სიტყვა, რომელიც ბარელიეფზე ამოკვეთილი დიდგორის ველზე. და გაიხსენოს და თუ არ ახსოვს ჩვენ მაყურებელს და მსმენელს, კიდე ერთხელ ძალიან დაკვირვებით წაიკითხოს. ძალიან დაკვირვებით რას ეუბნება დავით აღმაშენებელი თავის ჯარისკაცებს. რას ყოველი სიტყვა გააანალიზოს. ვისთან უწევთ შებრძოლება? ვისთან? აი მთავარი მაგ სიტყვაში არის ეგ. ვის წინააღმდეგ იბრძვიან? არა უბრალოდ ჯარისკაცების, არამედ აი გაუსვას. ხაზი გონებაში ვის წინააღმდეგ აპირებდა ბრძოლას.
და რას გადაგვარჩინა? საოცარ რამეს. აი ხლა აქ კიდე გაგრძელება ამ შეკითხვის, საკმაოდ გრძელი შეკითხვაა. აი ნახეთ თუ კი თქვენი ლოგიკა ვალდებული ვარო წავიკითხო ბოლომდე შეკითხვა. კი, არა, დრო გვაქვს. თუ კი თქვენი ლოგიკით ისლამი ასეთ საფრთხეს წარმოადგენს და მასში სხვადასხვანაირი მიმდინარეობა არ არსებობს. მე თქვი ესეთი რა, მე სხვადასხვანაირი არ არსებობს. რადგან როგორ თქვენ აღწერთ ნებისმიერი გადახვევა ნიშნავს რომ ის უკვე ისლამი აღარ არის. გადახვევების მეტი რა არის ისლამში და ერთმანეთს ამიტომაც მუსლიმებს არ უწოდებენ. ისლამი აღარ არის ერთი მიმდინარეობა არ არის ის თორემ ისლამი არის ეგ მაგათი შიდა პრობლემაა. მე სულაც არ მივიჩნევ რომ ის მუსლიმია და ეს არ არის მუსლიმი. ეს ჩემი პრობლემა არ არის. ეს მათი პრობლემაა. მაშინ გამოდის რომ ქრისტიანობაც მხოლოდ ერთი არსებობს. აი რატო გამოდის? საიდან გამოდის? ალბათ თქვენთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხომ? ერთი რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის რა არსებობს? აი რა მნიშვნელობა აქვს? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტული მსმენელისთვის ჩემთვის რა არსებობს და აქედან რატო გამოდის? ეგ არ ვიცი. ამავდროულად თუ კი თქვენივე სიტყვებით თურქეთის მმართველი ბატონი ერდოღანი იმავეს ამბობს რომ მხოლოდ ერთი ისლამი არსებობს, ხომ არ გამოდის რომ თურქეთი თავისი ამჟამინდელი რელიგიური შეხედულებებით საქართველოსთვის რეალურ საფრთხედ გადაიქცა და ამ ვითარებაში გამოსავალს რაში ხედავთ? ძალიან დიდი თემაა. თურქეთი როდის არ იყო საფრთხე საქართველოსთვის დააზუსტოს შეკითხვა და პერიოდი მომწეროს და კი ბატონო იმასაც ყოველთვის საფრთხე იყო და ყოველთვის საფრთხე იქნება, იმიტომ რომ თურქეთს თავისი ამბიციები აქვს, თავისი ტერიტორიული მისწრაფებები აქვს, მათ შორის საქართველოს ხარჯზე და რა ვიცი, ეს დოკუმენტირებული აქვს თურქებს, მათ შორის და უნდა ითქვას, იმიტომ რომ ეს ოფიციალური საბუთია და პრეზიდენტი ერდოღანი ხშირად ახსენებს ხოლმე ამას, რომ ჩვენ არ დაგვიწყნია, არაერთხელ, აი წელი არ გავა რომ არ ახსენოს. ჩვენი ეროვნული აღთქმა. ეროვნული აღთქმა ეს ჯერ კიდე 20-იან წლებში 1921 წელს მიღებული კანონი, ატატურკის დროინდელი. კანონის დონეზე მიღებული საბუთია, სადაც გარკვეული მუხლებია, დიდი არ არის, პატარაა, მცირეა, რომელიც ოდესმე უნდა ახსრულდეს. აქ ტერიტორიებზეც არის ლაპარაკი. იქ ლაპარაკია ბათუმის ოლქზე. არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვლიდეთ და ბათუმის ოლქი წამოვიღოთ რაღაც. რეფერენდუმის გზით. აი იმ ის ავტონომია ხო იცით ვისი ხათრით გაკეთდა ჩვენთან აჭარის, რომელიც დღემდე არსებობს, ხო? ხო, თორემ იმიტომ რომ იქ მუსლიმების ნაწილი ცხოვრობდა და თურქეთის მოდი ხათრით აი ესე ვთქვათ. ხო. ეხლა იქ ოდესმე ვიღაცა მოინდომებს ერთი მე არ მესმის ავტონომიურ წარმონაქმნში როგორ შეიძლება ცალკე გაკეთდეს რეფერენდუმი და არა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ისე როგორც რუსებმა გააკეთეს ყირიმში, ცალკე ყირიმში გააკეთეს რეფერენდუმი. რა არის ეს? რას ნიშნავს? რეფერენდუმი ავტომატების ქვეშთან. ეგ ცალკე უბედურებაა. რეფერენდუმი კეთდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და არა რომელიმე კონკრეტულად აღებულ ქალაქებში და სოფლებში ჩაატარეს ცალკე რეფერენდუმები, ხა მაგით რუსების ალოგიკურობაზე ნუ ვილაპარაკებთ. რა ვიცი, ახლა კურილის კუნძულებზე რომ ცალკე რეფერენდუმი ჩატარდეს, რა შედეგებს მიიღებენ ცალკე ჩატარდეს, ხო? ხო. იაპონიას მიუერთდეს თუ არა? მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა იქ ყოფნა ურჩევნია თუ იაპონიასთან ერთად, არ ვიცი ახლა რა ურჩევნიათ, მაგრამ ჩემი წარმოსახვით შეიძლება ვიღაცამ იაპონიაში ყოფნა არჩიოს. ამიტომ უნდა აჩუქონ იაპონიას დაუბრუნონ, აჩუქონ კი არა. არ გამოვა ეგ საქმე. მოკლედ რისი თქმა მინდა რომ თურქეთი მით უმეტეს იმ განცხადებებით, რასაც განსაკუთრებით ბოლო დროს უსვავს ხას პრეზიდენტი ერდოღანი იქ რაღაც დიდი თურანის პროექტი და ასე შემდეგ ერთი ვინ დაუშვებს ამ დიდი თურანის პროექტის განხორციელებას, ვის აწყობს, ვიღაცებს აწყობს, მაგრამ უფრო დიდ ძალებს არ აწყობს, ამიტომ აქედან არაფერი გამოვა, მაგრამ ეს თურქეთის მახვილი მუდამ კიდია ჩვენს თავზე. ეს უნდა ვიცოდეთ.
დავით, ეხლა ეს ერდოღანის სიტუაცია კი ბოლო პერიოდში მით უმეტეს ძალიან გაართულა ამ კაცმა ყველაფერი. თავის ქვეყანაშიც გაართულა უამრავი რამ, მაგრამ თურქეთის მაინც რაღაცა იმედი მაქვს, რომ აი თუ თქვა ერდოღანი შეიცვლება, გააქვს ამის იმედი, რომ თქვა უკეთესი ვარიანტი შეიძლება გამოჩნდეს მის მაგივრად, იმიტომ რომ ამან ძალიან ბევრ რაღაცას იგივე თქვა ათათურქი ანგელოზე არ ყავდა, მაგრამ ძალიან თქვა სეკულარული სახელმწიფო შექმნა კი არა და ნამდვილი საერო სახელმწიფო შექმნა სამოქალაქო საზოგადოებით, რა ვიცი, ყველაფერი და ამ კაცმა რაღაცა უკან დააბრუნა ეს ყველაფერი. აქ ყოველ შემთხვევაში სურვილი აქვს და აქეთ ამ ხარე თანახმა მე მგონი ძირითადად დიდი ქალაქები არიან წინააღმდეგი, სადაც ხალხი ცოტა განათლებულია, ცოტა მეტი რაღაცეები ესმით და ეხა აქაური თურქებიდანაც მე ძალიან მესმის მათი კრიტიკა და სულ ამბობენ, რომ ჩვენი ძველი თაობა არისო, მაგათი მომხრეო და აი ძირითადად ანატოლიელი და ეს თურქებიო. და ესენიო თორე ჩვენო რა ის ჩადრი და ჩადრია თუ რაც არის. ის ანატოლიელები უმრავლესობას წარმოადგენენ თურქეთს. სამწუხაროდ ასეა, ხო? ხო და დემოკრატიის პრინციპი ხო იცი, უმრავლესობა თავს ახორს თავის აზრს და გადაწყვეტილებას უმცირესობას. თვითონ ერდოღანი ხა ეს საინტერესო პიროვნება. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ერდოღანს დიდი განათლება არ მიუღია. პირველი განათლება რაც მან მიიღო ეს არის იმამ ხატიბის კურსები ეს რელიგიური განათლება აქვს მიღებული იმაში 98 წელს დაპატიმრებული იყო 6 თვემდე ციხეში ყავდა ჩასმული რაღაც ისეთი ძალიან ცოტა აგრესიული ლექსის სახალხო წარმოთქმის გამო რომ მეჩეთები არის ჩვენი ეხლა ზუსტად ვერ გავიხსენებ ამას რომ მოვინდომოთ გავიხსენოთ რადიკალური ისლამური იყო თუ საკმაოდ ხო მოკლედ მინარეთები არის ჩვენი ხიშტები ეს მეჩეთები არის ჩვენი ყაზარმები და ჩვენი მიზანი არის მოკლედ აი ესეთი რაღაცა აიღეს და ჩასვეს ციხეში და აუგზავნეს პოლიტიკური საქმიანობა მაგრამ მე მოხერხდა ისე რაღაცნაირად თურქეთი მაინც აღმოსავლეთია და აგერ პრეზიდენტია რამდენი ხანი აი ხლა აი ამოწერილი მაქვს და მინდა რომ წავუკითხო რა ხო ერდოღანის გამონათქვამი ერდოღანი დემოკრატია ეს არის მატარებელი რომელსაც მივყავართ მიზნამდე აი მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყეს გააზრება დასავლეთ ევროპაში რომ აი დემოკრატიულ სიკეთეს რაც დემოკრატიის სიკეთებს რაც ყველას უყვარს ყველას მოწონს და ყველა მიილტვის და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ძალა სათავეშოდ იყენებს ამას ძალიან ბევრი ძალა ეხლა ჩვენთან არის ორგანიზაციები ვიცი პირდაპირ საქართველოში თავის გვარებით და სახელებით რომლებიც აი ლობირებას უკეთებენ ისლამისტურ ძალებს საქართველოში აი პირდაპირ ლობისტები არიან ვიცი ესენი გვარებით და სახელებით ვიცი და მიმიწერია და მithქვას რატო აკეთებთ ამას ქართველები და იმიტომ რომ ისინი უმცირესობაში არიან აბა რა გინდათ ახლა ის ქრისტიანები რო იქნებიან მერე ქრისტიანებს დავიცავთო და ესეთი რაღაცა ну მოკლედ ერდოღანის ეს შეხედულება და კითხა მე ჟურნალისტმა რა შედეგები მოყვება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას პასუხი მისი თუ ამას გავაკეთებთ პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალი იქნება არ დაგვავიწყდეს რომ სოფლიოში ათასობით მეჩეთი გვაქვს მე ვეკითხები მათ ვისაც აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება სურს შეხედეთ ამ მეჩეთებს ისინი დაიწვებიან როგორც პოლიტიკური ლიდერი მე არ ვარ იმდენად გიჟი რომ ამ ხაფანგში გავება გესმის შენ და სულ ცოტა ხანში გამოაცხადა რომ აი უახლოეს პარასკევს პირველად დიდი ხნის შემდეგ ლოცვა პარასკევის ლოცვა წაიკითხება აია სოფიას მეჩეთში და აია სოფია დაკარგავს მე აი ვერ მივადევნე მაგ ამბავს თვალე ანუ დაკარგავს იმ ფუნქციას რაც ჰქონდა ხო ეხლა ჩვეულებრივად შევდიოდი მაგალითად რამდენჯერაც ვიყავი სტამბოლში შევედი და ეხლა შეგიძლია შეხვიდე პრობლემა არ არის მაგრამ ეხლა მას როგორც მეჩეთში არა შედიოდი როგორც მუზეუმში ხო მე შევდიოდი როგორც მუზეუმში და როგორც ეხლა შეხვალ როგორც მეჩეთში ხო ნუ მაგაც ხო ეხლა შეხვალ მაგრამ ამ მეჩეთში მე რამდენადაც ვიცი რომ ისლამში აკრძალული არის ადამიანი ზოგადად ცხოველების და ადამიანების გამოსახულების გაკეთება ხო აქ მაგალითად აქაური ბავშვები მაგალითად მუსლიმ ბავშვები არ ხატავენ არაფერს ნუ სცენარეს დავხატავთო ირინას ეუბნებიან ხოლმე როცა სკოლაში
როცა რაღაც დასადახატვის იმას აძლევს ხო რაღაც დახატეთ და ესე პატარებზე ელაპარაკ. ჩვენც არ შეიძლება იმის ადამიანის დახატვა და იმის ის რაც შენ თქვი ახლა ეს ნამდვილად აკრძალულია ისლამში ადამიანის და ცოცხალი არსებების კილოზე გადმოტანა დახატვა ერთ სიტყვით. ხო და აი ამ აკრძალვა რა შედეგამდე მიიყვანა ახლო აღმოსავლეთის სახვითი ხელოვნება, ვიცით ხო? აბა დამისახელე ერთი კაი მხატვარი. ერთი. ამ დროს რა მინიატურებია, საოცარი მინიატურები ქონდათ მე. შიიტები ცოტა სხვანაირად უყურებენ. შიიტები, მე სუნიტებზე ვლაპარაკობ ახლა. შიიტები ცოტა სხვანაირად უყურებენ, იქ ადამიანიც არის გამოსახული და ცხოველი. ახლა მე კიდევ უფრო მეც გეტყვი, მუსიკაც აკრძალულია ისლამში. მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ერთადერთი დასაშვები რაც არის, ეს არის დასარტყამი, დოლი მოკლედ რა. ახლა იქ ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ არაბულ ქვეყნებში მუსიკა არ ისმის და მუსიკალური ჯგუფები არ არსებობს და არ მღერიან და არც მღერიან კიდე, ცეკვავენ კიდეც კლუბებიც აქვს და დამასკოში ღამის პირველ საათზე იხსნებოდა ღამის კლუბები ნამყოფი ვარ. გადასარევი სიმღერებით, ცეკვებით ყველაფერი იყო. ეხლა ბოდიში, ეხლა იქ ცოტა სხვა ხალხი მოვიდა და ცოტა სხვანაირად. ასე ალეპოში ვარ ნაყოფი ქორწილში. სხვა შედეგო ცოცხლების. ძალიან საინტერესო მომენტია. რა მნიშვნელობა აქვს, სადაც აკრძალულია, იქ აკრძალულია და მაგრამ ცეკვა თამაში იყო ისეთი, მთელი ღამე ისეთი кай დრო. აბა რა. აულიეთ კიდეც და ვიცეკვეთ კიდეც და კი, მაგ ხრივ ხა სირიაში არანაირი პრობლემა არ. ჰაფეზის მამა ჰაფეზის დროს ვიყავ. კი. საუდის არაბეთში გაგიჭირდებოდა ახლა ეგეთი დავლიე და ვიცეკვე და ისა არ გამოვიდოდა იქ. ჩატანილიც ქონდა იმ. ხო, აი ხო, მოდი ისე რაღაც შეკითხვებს დაუბრუნდეთ. აი, სულ პირველი შეკითხვა ესეთი იყო. საინტერესო იქნება ტერორისტები როგორ იყენებენ ყურანს თავისი საქმიანობის გასამართლებლად. ეხლა წესით უნდა გვიწერდეს ჩვენ და გამართლებული იქნებოდა რაღაც ყურანიდან აიების მოტანა და აი ამით სარგებლობენ, ამით, იმით. ზუსტად ყურანს იყენებენ და ჰადისებს თავის საქმიანობის გასამართლებლად ეს ტერორისტები ვინც არიან. ზუსტად. სადაც გაწერილი არის ბევრი პუნქტი პირდაპირ, ხო? ჩვენ ვილაპარაკეთ წინა პირდაპირ ადებენ ხელს და პირდაპირ მიუთითებენ ესენი. აი იგივე ახლა თუ გახსოვს ესეთი პიროვნება აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იყო ეგეთი ისლამური სახელმწიფოს დამაარსებელი და პირველი ხალიფა. 2000 წლებში ეგ გახდა ხალიფა, ანუ მთელი სუნიტური ისლამის წინამძღოლი. ხო და ეს კაცი დოქტორი იყო ისლამური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბაღდადში. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ნიშნავს ბაღდადელი. ბაღდადელს ეძახდა თავის თავს. ხო და ახლა ვერავინ ვერ იტყვის რომ ამ კაცმა ისლამი არ იცოდა. იცოდა კი არა და ძალიან კარგად იცოდა და დოქტორი იყო ისლამურ მეცნიერებებში. ძალიან ბევრი ადამიანი თავისი მოსამართლეები ყავთ ამათ, თავისი პერსონალი ყავთ, დღესაც ყავთ. ნურავინ ნუიქრებს რომ ეს ისლამური სახელმწიფო გაქრა და აღარ არსებობს. როგორ არ არსებობს? არიან და გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებენ კიდეც სირიაში. და ერაყშიც კი იმდენს არა რამდენსაც ადრე, მაგრამ მაინც. ასე რომ მათთან პრეტენზიები აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მუსლიმი ეთანხმება მათ. უამრავი მუსლიმის სწავლული იურისპრუდენციაში დასპეციალიზებული ადამიანი პირდაპირ მიუთითებს, რომ არა თქვენ არასწორად ინტერპრეტირებთ ყურანის აიებს, არასწორად აღიქვამთ ამას, მაგრამ შემხոտრი პასუხია რომ პირიქით თქვენ აღიქვამთ არასწორად. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენჯერმე რომ ყურანის გარკვეულ მონაკვეთებს აი ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა ეს. ამით სარგებლობენ ზუსტად ეს ამხანაგები. აი გვიწერია ესე და ესე უნდა გავაკეთოთ. ერთ წინაშე თუ შეიძლება ვთქვათ ალკოჰოლი მეორეში აკრძალულია ერთში თუ ვთქვათ. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა. ციგნის ხალხთან შეიძლება ურთიერთობა და ყველა რელიგიას რელიგიურობა არსებობის მეორეგან ვოკალი თუ არ. ზუსტად. თუ არ მოდის შენთან.
აი შემდეგი შეკითხვა იყო ესეთი. მუსლიმთა საძმოზე ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ისლამზე რომ ვისაუბროთ. ხშირად უსმენ ისრაელელ სპეციალისტებს და ძალიან ხას უსვამენ ამ თემებს, ძალიან უფრთხიან მუსლიმთა საძმოს. და კიდევ ერთი სუფიზმზეც რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, ბოლოდან და სუფიზმზეც ვისაუბროთ, მაგრამ ახლა სუფიზმი მხოლოდ თემა რომ სად ხო, ნუ იგივე ცალკე ერთი გადაცემა დაჭირდება. ძალიან საინტერესოა, ხო. ძალიან საინტერესოა, ძალიან სპეციფიური თემაა. მართალი გითხრათ, ჩემი თემა არ არის, მოკლედ შესაძლებელია რომ ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ აი მოდი მუსლიმთა საძმოზე. რატომღაც დამკვირდა ესეთი ტრადიცია, რომ პოლიტიკური ისლამი არის მუსლიმთა საძმო, ძმები მუსლიმები და ისლამური სახელმწიფო. და ნუ კაი, ალ-კაიდა. აი ეს არის პოლიტიკური ისლამი. და სხვა არაფერი არ არის პოლიტიკური ისლამი. არასწორია. მუსლიმის ვალდებულება, ყველა მუსლიმის, რომ მიისწრაფოდეს შარიათის კანონმდებლობის განხორციელებისთვის იმ სახელმწიფოში, სადაც ცხოვრობს. ეს არის მისი უპირობო ვალდებულება. მუსლიმი უნდა ცხოვრობდეს შარიათის კანონმდებლობით. და ეს არის გაწერილი, დავით? იმდენი წესი და ჩვეულება არსებობს მუსლიმებში, არაბებში, სპარსელებში, ავღანელებში, მაშინ რომ თუ ეს ელემენტარულია და რაც უბრალოდ არ ცოდნას უკავშირდება, გაგისწორებენ და გეტყვია რომ ჯობია რომ ესე გააკეთო. ხო. მარტივ რაღაცეებზეა ლაპარაკი. ხო. და თვითონ ესენი ცხოვრობენ, აი თქვა იგივე ნებისმიერი ოჯახი, ნუ ნებისმიერი თუ არა, ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არანებისმიერი ოჯახი. მართლმადიდებელი, ხო? პრავავერნი როგორ არის? მართლმორწმუნე. ხო. მართლმორწმუნე. ცდილობენ რომ იცხოვრონ ამ წესებით, მაგრამ ამ წესებით შეიძლება იცხოვროს საუდის არაბეთში, შეიძლება იცხოვროს, თქვათ, ავღანეთში, მაგრამ იმაში დანიაში როგორ უნდა იცხოვრო? ნუ სახლში მაინც იცხოვრებს, ხო? სახლში კი ბატონო იცხოვრე, მაგრამ იქ ახლა სასამართლოში რო დაგიბარებენ რაღაც სასამართლოში აუცილებლად დასაპატიმრებლად ხო არ იბარებენ ადამიანს, არა რაღაც 1000 საკითხი შეიძლება არსებობდეს. ნუ აცხადე და იყვირე რამდენიც გინდა რომ მე არ ვცნობ თქვენ სასამართლოს. არ ვცნობ სასამართლოს. ნუ მაშინ წად დაჯექთვით, ნუ და წად. მაშინ დეპორტია მაგისთვის და ეს არის. ხო. მოიფიქრეს მე ეს თი მარტივი გამოსავალი, მარტივი ბჭყალებში რა თქმა უნდა, რაღაც პატარა გეტოებივით არის შექმნილი, ძალიან ბევრგან. კი. სადაც ყველა ერიდება შესვლას და ნუ კაი იცხოვრეთ, იყავით როგორც გინდათ. და ეს გეტოები ფართოვდება თანდათან. უფრო კონკრეტული შეკითხვები. ყურანის მიხედვით გამოდის, რომ მუჰამედის წიაღში არსებობდა მარიამი და ქრისტე. ცოტა გაუგებარია. არა და თეოლოგების კვლევით ქრისტეს შემდეგ ყალიბდება მუსლიმური რელიგია. ქრონოლოგიურად როგორაა სინამდვილეში? ჩვენ თქვით კიდეც რომ 7 საუკუნის დასაწყისში. ხო, ნუ ჯერ იყო ქრისტიანობის წარმოშობა, შემდეგ ისლამი. ეხლა მუჰამედის წიაღში, ალბათ ისლამის წიაღში უნდა ეთქვა ჩვენს პატრიოტულ მაყურებელს, უწერია მუჰამედის წიაღში. ისლამის წიაღში არსებობდა მარიამი და ქრისტე. არსებობდა კი არა, არსებობს ეხლაც მარიამიც და იესო ქრისტეც. არსებობს და მირიამი და კი ბატონო, მოსეც არსებობს და ჯიბრაელი გაბრიელი. რა თქმა უნდა არსებობს. არის იქ უზუსტობები რაღაცა, აი მაგალითად, აი მარიამი მოხსენებულია როგორც ცნობილია ღვთისმშობლის მშობლების სახელები, ხო? იოაკიმე და ანა. ეს მარიამის მარიამის მშობელს ყურანში ქვია იმრანი. იმრანს გადავყავართ უკვე აი მოსეს დროში. ცოტა არეული რაღაცები, ხო, აძველებს, ანუ ძალიან აძველებს, ეს აბსოლუტურად სხვა მარიამზეა ლაპარაკი იქ. სხვა მარიამზეა ლაპარაკი და მავანს არ სიამოვნებს ხოლმე ამ თემაზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ როებნები რომ ეს მარიამი ვინ არის? იესოს დედა. და ერთ-ერთ თავს ქვია იმრანის ოჯახი ყურანში. ერთ-ერთ თავს ქვია. მესამე სურა. და ქვია იმრანის ოჯახი. რა იმრანი და მარიამი არანაირ კავშირში არ არიან ერთმანეთში. ნუ მაგრამ ესე წერია ხო. იუდეველები არიან ისინი, ხო? ის საერთოდ სხვა მარიამზეა ლაპარაკი. აბსოლუტურად სხვა მარიამზეა. მაგრამ იუდეველმა მარიამ. ხო, რა თქმა უნდა, ამაზე
ღვთისმშობელზე არ არის მათ. ხო, ეხლა იესოც ნავინიც არსებობდა, ხო, მაგალითად და კი ბატონო, სახელია ხო, ეხლა იუდა ისიც იყო და კიდევ უამრავი იუდა იყო. კი ბატონო. ჩრდილო კავკასიის ერები რა აღმსარებლობის არიან, სუნიტები თუ შიიტები? ასევე აჭარის მოსახლეობაზეც რომ ვისაუბროთ. ჩრდილო კავკასიელები ძალიან დიდი უმრავლესობა სუნიტები არიან. ისევე როგორც აჭარლები. ქართველი მუსლიმები სუნიტები არიან. შიიტები როგორ არიან ჩვენთან? ბევრი შიიტია აზერბაიჯანული ეთნოსის ხალხი. ხო. აი ესეა. ოთხოში აჭარაში აი ესეთი სურათი. ჩრდილო კავკასიაც სუნიტები არიან. შიიტებიც არიან. ძალიან ცოტა. საერთოდ შიიტები ძალიან დიდ უმცირესობაში არიან. დაახლოებით 10%, 10-დან 15%-მდე ესე ზუსტად ზოგადი ზოგადად ელს სოფლიოში. ესეც ვა. შიიტები ძალიან დიდ უმცირესობაში არიან. გასაგებია. და მაგრამ საკმაოდ კარგად ჩანან. კარგად როგორ? ფასადი იწოწყლება. თავისი აქტიურობით და თავისი როგორ არ ჩანან მთელი ეს ჰეზბოლა და მთელი ეს ირანი და ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსები და ისინი ყოველ წუთას ხვდები ამ დასახელებებს ინტერნეტში, პრესაში, ტელევიზიით ჩანან. როგორ არ ჩანან. დავით, მე ვიყავი აზერბაიჯანში თალიში არის ესეთი. თალიში, ხო, თალიში. ხო, ძალიან ესეთი კარგ ხალხთან ვიყავი თალიშის მთებში იქ რაღაც. როგორი ბუნება აქვთ? საოცრება. მე მეგონა რაღაც ძალიან ბევრჯერ ტროპიკებში მოვხვდი, ხო, მიდიხარ ამ უდაბნო და უცებ აი ეს ლენქორანი და მე უცებ ეს ისა. საოცრები და საოცარი ბუნება აქვთ. არ მოუდგენელი სილამაზეა და ლეოპარდმა ჩაგვიარა, როგეძინა 25 მეტრში და რა ვიცი, საოცრება ხდება და ქონდათ ძალიან დიდი პრობლემები ქონდათ, უკვე მოგვარებული იყო პრინციპში იმ მომენტში აზერბაიჯანლებსა და თალიშებს თვითონ. ანუ იმათ გამოყოფა უნდათ, ანუ იქ ავტონომიაზეც არ იყო საუბარი, პირდაპირ ირანთან მიერთება უნდათ და შენ ამბობ, რომ აზერბაიჯანი არის შიიტური, ხო? ძირითადი მასა. ძირითადად, სუნიტებიც ყავთ. ხო, ეს თალიშები ვინ არიან? ესენი ალბათ შიიტები არიან. ალბათ, ხო. შიიტები არიან. არიან ისტორიულად ეგენც თაყვანით მასდეანელები არიან. ხო, რაღაცები მე უფრო ხო ირანული მოდგმის ხალხია ვიდრე თურქული, ტალიშები. ხო. ხო, და ამიტომაც ირანთან უნდათ მაგათ მიერთება და მე დიდმა ალიევმა ისე გააკრო რამდენი სეპარატისტული მოძრაობები იყო, ტალიშსა მუგანსკა რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს, რაღაც ვიღაც პრეზიდენტი დასვეს, მთელი ამბები იყო 90-იან წლების დასაწყისში. ისევე როგორც ბევრგან ჩვენთან ხო, აფხაზეთის ამბავი მეორდებოდა, მაგრამ იქ ალიევმა ძალიან გემრიელად, თავისი გაგებით გემრიელად. ძალიან მოხერხებული კაცი იყო. ძალიან მოხერხებული კაცი იყო. და ეს მოხერხებულობა გენეტიკურად გადაეცა ალბათ შვილს. ხო, შემთხვევაში გაიზარდა ეს ბიჭი აშკარად ჩვენ ხელში, თავიდან რაღაცა ცოტა არასერიოზულად მიმაჩნდა მამამისის ფონზე, მაგრამ აშკარად ჩამოყალიბდა ილხამი ძალიან სერიოზულ პოლიტიკოსად და თურქები ვინ არიან? რას გულს დღევანდელი თურქები? აი თურქეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლები? ხო, აი შიიტები არიან თუ სუნიტები? სუნიტები. და რანაირად არიან აზერბაიჯანთან შეკრულები მაშინ? აი ამ მაგათი ფორმულა არის ერთი ერი, ორი სახელმწიფო. ერთი ერი, ჩვენ ერთნი ვართო. ხო. ხო, ორი სახელმწიფო. ხო, აზერბაიჯანი ძალიან დიდი ხელშემშლელი ფაქტორია ეგ კონფესიური განსხვავება. ძალიან დიდი ხელშემშლელი ფაქტორია. აზერბაიჯანლებისა და აზერბაიჯანელი შიიტების და თურქი სუნიტებისა. ამიტომ თურქეთი ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაში, რომ ნელ-ნელა შიიტების მაგივრად ნაცვლად ესენი იყვნენ სუნიტები. ჩვენთანაც მუშაობენ ახლა ქვემო ქართლში რო ნახო, სუნიტები მეჩეთები და მედრესეები აქვს გახსნილი, სადაც აჭარიდან ყავთ ჩამოყვანილი ეს იმამები.
როცა აქეთ გადმოიყვანონ, ანუ თავის სუნიზმისკენ რო გადაიყვანონ ეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დისკომფორტია ახლა. წინა საუბრის დროს ჩვენ ვახსენეთ რომ სუნიტები და შიიტები, ახლა მე ვერც ვიტყვი ახლა ეთერში და ჩაწერის დროს ერთმანეთს რა ეპითეტებით მოიხსენიებენ, რა შეხედულების არიან კონკრეტულად და რას უწოდებენ ერთმანეთს და ანუ ვერ შეადარებ კათოლიკებსა და თქვა მართლმადიდებლებს ან არა. აქ არის, აი პირდაპირ ძალიან შეურაცხყოფელი შედარებები და ეპითეტები აქვს ერთმანეთის მიმართ, არიშურებენ ამას. ანუ ძალიან შეურიგებელი. აი ესე იგი აი მოდით აი უფრო კონკრეტიკასთან ახლოს რო ვიყოთ. აი იგივე ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო მოქმედებები გაშლილი რო იყო ერაყში, სირიაში და დიდი ტერიტორიები ჰქონდათ საკონტროლოდ მათ. ეხლა შიიტს რო ნახავდნენ, ჟუჟავდნენ უმოწყალოდ. იმიტომ რომ იქ დამთავრებულია. ავხსნი რატომ? და ქრისტიანს თუ ნახავდნენ და ებრაელს, ეხლა არც იმათ აკლებდნენ ხოცვას, მაგრამ მათთან ჰქონდათ გამზადებული აი ეს ყურანისეული წესი, რომ სამი ალტერნატივა გაქვთ. ან უნდა გახდეთ მუსლიმები, ან უნდა იბრძოლოთ ჩვენთან, მაშინ გეომებით. ან გადაიხდით იმ დამამცირებელ გადასახად ჯიზიას და შიიტებთან ეგ არ არსებობს. თქვენთან როგორ ისლამი იქადაგეს თქვენთან და თქვენ შიიტები ხართ? აი ეგეთი ამბავია. მაშინ უნდა დაიხოცოთ. ეხლა იქ გასაგებია რომ გარკვეული წყალქვეშა დინებები და ისლამურ სახელმწიფოს ირანის შიიტურ ხელისუფლებასთან აი ხელში საგრძნობი კონტაქტები ჰქონდათ. ამიტომ ირანის ტერიტორიაზე კი იყო ხოლმე რაღაც მცირე ტერაქტები, მაგრამ ისეთი დიდი შეტევები და ესეთი მძლავრი დაპირისპირებები არ ყოფილა არასოდეს. ისევე როგორც ისლამურ სახელმწიფოსა და ისრაელს შორის არ ყოფილა ძალიან დიდი დაპირისპირებები. ესეც აი ესე ინფორმაციისთვის ვამბობ. ხო. აი ირან-ერაყის ომის ძირითადი მოტივი, ალბათ იყო ნავთობის და რაღაც ეკონომიკური თუ რაღაცა ესე ტერიტორიული, იქ არც თუ დიდ ტერიტორიაზე იქ ერთ-ერთი მდინარის შესართავი სპარსეთის ყურესთან, მაგ ტერიტორიაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ჰქონდათ პრეტენზიები ერაყელებს და ეხლა სადამ ჰუსეინის ძალიან დიდი შეცდომა იყო და ის რომ იფიქრა რომ ეხლა ამ ისლამური რევოლუციის შემდეგ, ეგრეთ წოდებული ისლამური რევოლუციის შემდეგ, როცა ხომეინი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, დასუსტდა იქ შაჰის დროს ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას და გასაგებია, მაგრამ იფიქრა რომ ამ ღრია წყალში თევზის დაჭერა ადვილი ლუკმა იქნებოდა ირანი, მაგრამ ესე არ აღმოჩნდა. ირანი არავისთვის არ არის ესეთი ადვილად გადასაყლაპავი ლუკმა. ხალხი დასაბამიდან იბრძვის და ხო, მაგრამ მთელი ირანის ისტორია არის ომების ისტორია და ჯერ დიდი სახელმწიფო ახლა იგივე მოსახლეობის რაოდენობით შეერაღების კუთხითაც ძალიან დიდი სხვაობა იყო. კიდევ ერთი შეკითხვა, შეკითხვა ბევრია. აი ეს ამდენი არაბი რო გაიქცა ბჭყალებშია, გარყვნილ და ურჯულო დასავლეთში, რომელმაც შეიფარა, უკურნალა, დააპურა და ისეთი პირობები შეუქმნა, რომელსაც ვერასოდეს ეღირსებოდნენ. რანაირად თანაცხოვრობენ ევროპელებთან? კარგი შეკითხვაა. ამაზე შეიძლება მთელი დღე ისაუბრო კაც. ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრო, თანაცხოვრობენ. არ თანაცხოვრობენ. არიან ვიღაცები, ვინც თანაცხოვრობენ, მაგრამ ძირითადად არ იქ თანაცხოვრებისთვის არ არიან ისინი ჩასულები. თანაცხოვრება თუ უნდათ იმ სირიელ, რა ქვია, ერაყელ ტოლვილებს, ლიბიიდან გაქცეულებს, ეგვიპტიდან ბევრი გაიქცა, ავღანელებს, საუდის არაბეთში რატო გაიქცნენ? უდაბნოში ვინ გარბის კაცო? უდაბნოდან გარბის კეთილმოწყობილ რა შვეიცარიაში არ ჯობია ცხოვრება იმაში. ქვიშებში ცხოვრება. რომელიმე ყანდაღარში ცხოვრებას და იმას. მით უმეტეს თუ იქ მოგეცემა საშუალება ეკონომიკური, ფინანსური რაღაც ხელს წაკრავენ, დაგეხმარებიან რაღაცა მეჩეთის აშენებაში ხელს არ შეგიშლიან.
გამრავლების კარგი პირობები გექნება და ძალიან ბევრი მე როგორ შემიძლია ვთქვა და ვერც ვიტყვი და არც ვიტყვი რომ ყველა ძალიან ბევრი აი ესე ჩასული აი ქვეყნიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნიდან ისინი არ ჩადიან იქ რომ რაღაცნაირად მოახერხონ თანაცხოვრება და ინტეგრაცია და ასე შემდეგ მათ უნდათ აი თავიანთი საზოგადოებაში იცხოვრონ და ეს ძალიან ცუდი ტენდენცია ეს არის პარალელური საზოგადოებების შექმნის მცდელობა ამ პარალელურ გეტოებით უწყობენ ევროპელები ამ გეტოების შექმნით ამაში უწყობენ ხელს მათ ნებსით უნებლიეთ კი რა თქმა უნდა უწყობენ ხელს იმიტომ რომ ეს წუთიერად იშორებენ პრობლემას აი იყვნენ იქა და ჩვენ თავი დაგვანებთ ვინ დაგანებებს თავს ვინ გამოვა მე გაფართოვდება გაიზარდება რა თქმა უნდა და ჩაიხარჯება თავის იმაში და არ მიზნები არსებობს იქ სხვა მიზნები არის ხო ჩვენ გონი ვისაუბრეთ ისლამის მიზანი არის საყოველთაო გავრცობა ამ რწმენის და ამ რელიგიის პროზელიტიზმი ჯოულები ხო აბარა აქტიური ლიტერატურის დარიგება და ახსნა განმარტებები და მეჩეთებში მიზიდვა ხალხის და ჩვეულებრივი ამბავია ეგ აბსოლუტურად თუ მე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა მაგათი ბელგიაში არსებობს აი ისლამური პოლიტიკური პარტია ვიცი რომ ნამდვილად არსებობს შარიათი ბელგიისთვის აი ესეთი პარტია და ოფიციალურად რაღაც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას და მთელი საქართველოშიც იყო მცდელობა საქართველოში რელიგიური კუთხით რელიგიური ნიშნით პარტიის შექმნა აკრძალულია ოფიციალურად მაგრამ ეხლა ფლატ შარიათი კი არ უნდა დაარქვა პარტიას და აუცილებლად მექა და მედინა კი არ უნდა დაარქვა რომ ისლამური იყოს და ეს ნეიტრალური სახელი და მოიფიქრეს ამათ მოიფიქრეს და დაარქვეს აი პირდაპირ ვამბობ რეგიონები საქართველოსთვის შექმნის პარტია აი წინა არჩევნების აი ახლა არჩევნები რომ იყო 2020 წელს ხო ახლა 2020-ში იყო აღარ საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა პარტია შარშანი იყო დახოც შარშანი იყო ხო შეიქმნა პარტია რაღაც რამდენიმე თვით ადრე და იფიქრეს რომ ეხლა მუსლიმები ბევრნი ცოტანი არ არიან ეხლა ყველამ რო ჩვენ მოგცეს ხმა დიდი ძალებით შევალთ პარლამენტში ხო და არაფერი არ გამოვიდა მაგ საქმიდან უკრაინულ პარტიას გავს ხო ეს რუსებით რო იყო დაკომპლექტებული რეგიონების პარტია აი დაახლოებით რა მეთოდები ერთი ეხლა გამოცდილება არ ქონდათ ეთყობა ფინანსებით საკმარისად ვერ მოიზიდეს რაც საჭირო იყო იქ რამდენიმე ის იყო არამუსლიმით დაიყენეს წინ ერთი ორი რაჭველი შევნიშნე ვიღაც კობერიძეებს ხო არა არ იყვნენ კობერიძე მაგრამ ვარი აღარ მახსოვს ვინ იყო მოკლედ ეს ძალიან დიდი მცდელობაა და ძალიან დიდი მიზანია რომ პოლიტიკის გზით მოხვდნენ ხელისუფლების აი ეს არის მუსლიმი ძმების მეთოდი რომელსაც აი შეკითხვა იყო მუსლიმთა საძმოზე და პოლიტიკური ისლამზე რომ ვისაუბროთ. აი ეს არის რელიგიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. რელიგიას რა უნდა პოლიტიკაში? რა შუაშია რელიგია? სად რელიგია, სად პოლიტიკა, ხო? მიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. ისლამში ეგრე არ არის. არავით არის გამოყოფა და რელიგია ცალკე, სახელმწიფო მართლობა ცალკე არ არსებობს. აი ეს ძალიან დიდი სხვაობაა. შემდეგ შეკითხვა, რატომ აბარიათ აღდგომის ტაძრის გასაღები მუსულმანებია? ნუ მუსულმანები უნდა ვერიდოთ ამ გამოთქმას, არ არსებობს ეს მუსლიმებს. მუსლიმურ ოჯახს აბარია და მის თაობიდან თაობას გადაეცა. ტრადიცია ესეთი. ტრადიცია ესეთი, ისინი ძალიან უფრთხილდებიან, ვერავინ ვერ გაბედავს იმ გასაღების დაკარგვას, გაყიდვას, გაჩუქებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვერავინ ვერ ჩამოართმევს ამ უფლებას, იმიტომ რომ ჯერტი მუსლიმებიც იცავენ და უფრთხილდებიან ამ წესს და რა თქმა უნდა ქრისტიანებიც და კონსენსუსია მიღწევა და ძალიან კარგი ტრადიციაა. მე ვთვლი რომ ძალიან კარგი ტრადიციაა. ყველა უფრთხილდება იმ რაღაც საკრალურ ფასეულ ნივთს, რომელიც მნიშვნელოვანია. ორივესთვის, მუსლიმებისთვის რომ მნიშვნელოვანი არ იყოს ეს და ძალიან უნიშნელო იყოს. რატომ მოგიდებდნენ ამას ხელს? ხო, ეთქვენ, თქვენ მოუარეთ და თქვენ კონდეთ გასაღები, რა თმინდა. არა, დიდი პატივისცემით გამოაქვს კაცს ოჯახის მეთაურს, გააღებს, დაკეტავს. აი ეს არის თანამშრომლობა. და არა ის, რომ თურქული ორგანიზაციებით გატენეს აქ საქართველოს ჩვენთან და ზუსტად ის ორგანიზაციები, რაც არის თურქული ჯერჯერობით რბილი ძალა და თურქული სკოლები და თურქული მედრესეები და რომელსაც არანაირი ყურადღება არ ექცევა. აბსოლუტურად არ ექცევა ყურადღება. რაც
საკმაოდ საფრთხის შემცველია. საკმაოდ საფრთხის შემცველია. ერთადერთი სწორი დასახელება არის მუსლიმები, ქართული დასახელება არის მუსლიმები და არა მუსულმანები და მუსლიმანები არ არის სწორი. მუსლიმები, ხო. მუსლიმები. ხო, აი კიდევ ერთი, აი ყველაზე ძალიან ეს მომეწონა, მართლა გულწრფელად ვამბობ. ბატონი სახელდაგვარი არ არის, ვაინახ 1000. შეიძლება მოისმინოს. ბატონო ვაინახ 1000, ძალიან დიდი მადლობა. შეკითხვაც არ არის, აზრი აქვს გამოთქმული კაც, პატივი უცეთ. ძალიან სუბიექტური და არაკომპეტენტური სტუმარი გყავდათ. მადლობა. მადლობა. მოვიწიოთ ბატონი ვაინახი თუ გამოგვეხმაურება? არ გამოგეხმაურება. არ გამოგვეხმაურება. არ გამოგეხმაურება. სუბიექტური, აი ობიექტური როგორი უნდა ვიყო ბატონი ვაინახის აზრებს რო ვიზიარებდე, მე ობიექტური ვიქნები? აი არაკომპეტენტურობაზე რაც შეეხება, შეკითხვები დასვას. კი ბატონო. ოღონდ მე მეც რომ ექნება შეკითხვები, მეც უნდა მიპასუხოს. აი ის ნიკი ისეთი აქვს რომ როგორც ჩანს ალბათ გააღიზიანა შენმა ცოტა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ ზოგიერთი საკითხისადმი როგორც ჩანს თვითონ მუსულმანია. მე გააღიზიანა მუსლიმი. მე მაშინვე ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ რომ ნებისმიერი ჩემი მოსაზრება აზრი დაყარებულია მხოლოდ ისლამურ წყაროებზე, ყურანზე და სუნაზე. ჰადისებზე. კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტულ მისამართს მიუთითებ, რომელი გვერდი უნდა გადაშალოს ყურანში და რომელი ჰადისებით იხემძღვანელოს. ამიტომ მოვწეროს ამჯერადაც. მოვწეროს, კი ბატონო, მოვწეროს. კიდევ ერთხელ შევხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ ამ თემას ალბათ რა პრობლემა კი ამ ჩვენი ამ საუბრების მიზანი რა არის, რომ ადამიანებმა ვინც არ არის სპეციალისტი და ვინც აინტერესებს რაღაცა მეტი გაიგოს ხო, მეტი ხო არაფერი ხო ჩვენ თავის მოხვევის ფუნქცია ხო არ აგვიღია ჩვენ თავზე არა, რატო უნდა მოვახვიო. შემდეგი აი მაინტერესებს მუჰამედმა 9 წლის გოგო მართლა ყავდა ცოლად? კი, მართლა ყავდა. თვითონ 50-ს გადაცილებული იყო და ოღონდ 9 წლის არ მოუყვანა, 6 წლისა მოიყვანა. ეს გოგო, რომელსაც აიშა ერქვა, უკანასკნელი ბოლო ცოლი იყო მუჰამადის, 6 წლის იყო რომ მოიყვანა ცოლად. ოღონდ არ ცხოვრობდა მასთან. ცხოვრობდა უკვე 9 წლის რომ გახდა. შეღავათ. საიდან ვიცით? ყურანში წერია ის თერმი, არ წერია ყურანში. აი ხშირად იციან ხოლმე მავანმა საუბრის დროს იციან ხოლმე ყურანში წერია რაღაც. არ წერია. ჰადისებში წერია. სუნიტი მუსლიმისთვის ყურანში რაც არ წერია, იმიტომ შეიქმნა ჰადისები, რომ ყურანი ყველაფერს კი ვერ დაიწერა. ჰადისებში. როგორც ახლა სახარება გვაქვს ჩვენ 4 და მერე არის უამრავი კიდე დამატებები, რომლებიც ვიცით ამის შესახებ. აი წინა საუბრის დროს ჩვენ თქვით, რომ ყველაზე ავტორიტეტული და ყველაზე ცნობილი ჰადისების კრებული არის ალ-ბუხარის აი 600,000 400,000 რო შეკრიბა და მე 600,000 ჰადის შევიდა. ალ-ბუხარი იყო სპარსელი მაცხოვრებელი ქალაქ ბუხარაში, იმიტომ ერქვა ალ-ბუხარი, ბუხარელი, აი ეს. და მის ჰადისების კრებულს ქვია საჰიჰ ალ-ბუხარი. ალ-ბუხარის მართალი, სწორი კრებულიო. აი ესე უწოდებენ თვითონ არაბები. ეხლა ეს როგორი ავტორიტეტია, იცი და როგორი ჭეშმარიტებაა სუნიტებისთვის. აი განხილვაც კი არ ხდება მის ალ-ბუხარის უწერია. წერია ესე იგი მორჩა. დამთავრებულია იქ. მაგას უწერია. მოიყვანა აიშა, რომელიც იყო 6 წლის და ცხოვრება დაიწყო 9 წლის ასაკიდან. ეს არის და ეს. ასე რომ მართლა ყავდა ცოლო თუ გვეკვი? კი, მართლა ყავდა. მის სახელი იყო აიშა. ქააბას შავი ქვის შესახებ იქნებოდა ასევე საინტერესო საუბარი. ძალიან საინტერესო იქნებოდა. ძალიან საინტერესო. ესეც დიდი თემაა. ქააბა. ქააბა ნიშნავს კუბს. პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის დიდი კუბის ფორმის ნაგებობა, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავი ტელევიზიით ხედავს არამუსლიმი,
მუსლიმს შეუძლია პირდაპირ ლაივში ნახოს, ჩავიდეს და ნახოს. არა მუსლიმი ვერ დაინახავს. ხო, ჩვენ წინაზე თქვით რომ მექაში შესვლა შავი ფერის ნაჭერი აქვს გადაფარებული ამას და ნუ აი პირდაპირ შორიდან შეუყურებ ეს არის კუბი. ერთ-ერთ კუთხეში ჩამაგრებულია აი ეს შავი ქვა, რომელზეც საუბარია რომ ეს არის მეტეორიტული წარმოშობის და ასე შემდეგ. ეხლა რას აკეთებენ მუსლიმები? მიდიან და კოცნიან ამას. ყველა მუსლიმი ცდილობს იქ წარმოვიდგენ რამდენი ხალხი ეწრა ეს უვლიან ამ ქააბას ამ ჰაჯის დროს, პილიგრიმობის დროს და ყველა ცდილობს რომ მივიდეს აკოცოს, რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდეს, შეეხოს. აი ეს არის შავი ქვა. მაიცა ამ კუბს თუ იმ პატარა აი ერთ-ერთ კუთხეში გეომეტრიიდან ძალიან შორს ჩამაგრებულია ეს ხო წიბოში. ხო 1 მეტრი არა აქვს სიმაღლე, მე მგონი უფრო პატარაა, თუ არ ვცდები რა. და ფორმა როგორია? ჩვეულები. აი ოვალური ფორმა აქვს ამას. შავი არ იყო გადმოცემის მიხედვით, შავი არ იყო, ეს იყო თეთრი ქვა თავის დროზეო, ესე ამბობენ, მაგრამ ხანგრძლივად ხელის შეხების და ადამიანების ცოდვების და ასე შემდეგ შედეგად გაშავდა ეს ქვა. მოკლედ ყველა მუსლიმი ცდილობს რომ მოხდეს იქა და ერთ-ერთი იქ ძალიან ბევრი რიტუალია შესასრულებელი, ერთ-ერთი ჰაჯი რასაც ქვია, ხო, ჰაჯი. ჰაჯი, ბატონო. ეს საერთო რიტუალია სუნიტებისთვისაც და შიიტებისთვისაც. იქ არა, იქ როცა ერთად ხვდებიან? არა, ეს წარმოუდგენელია ახლა იქ მექას ტერიტორიაზე. არა, ნუ იქ გამორიცხავენ მაგას. ჩაცმულობითაც შეუძლებელია გაარკვიო შიიტია თუ სუნიტი. თით პრაქტიკულად შეუძლებელია. სხვაჩურის ძალიან საინტერესოა ქალების ჩაცმულობა. ქალს ისლამში შავი ფერის ტანსაცმელი ეკუთვნის, ხო? და სახე უნდა კონდეს დაფარული, თუმცა ყურანში არ არის მითითებული რომ სახე უნდა კონდეს დაფარული. ყურანში ნათქვამია რომ ქალს დაფარული უნდა კონდეს სხეულის ესეთი საინტერესო მიმზიდველი ნაწილები. და მხოლოდ თვალებს გამოაჩენენ ხოლმე. ახლა კაცმა რო თქვას თვალები ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ნაწილია არის სხეულის, ხო? მაგრამ ახლა თვალზეც თუ აიფარო, არის ესეთი სპეციალური ბადე, თვალსაც ვერ დაინახავ, კი ბატონო. მაგრამ ხელებიც დაფარული უნდა კონდეს, ხელთათმანებივით უნდა ეცვას მუსლიმს, შავი ფერის. იმიტომ რომ ხელი ითვლება ძალიან ისეთი გრძნობიანი ორგანოა და ნუ დაფარული. აი მექაში პილიგრიმობის დროს ხელი ქალს არ შეუძლია ხელი დაიფაროს. გამიგე? აი იქ უკვე სხვა წესი მოქმედებს. აი უყურე, რაც შეეხება სტუმარს, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისი საუბარი ნეიტრალური პოზიციიდან არ იყო არაბულ სამყაროსთან მიმართებაში. ხო. ახლა მე პოლიტიკოსი ხო არა ვარ და პოლიტიკური მიმომხილველი კაცო. მე ვარ არაბისტი და ქართველი. არაბულ სამყაროსთან მიმართებაში ნეიტრალური რანაირად უნდა ვიყო მე. ჩავიდეს და იცხოვროს 7-8 წელიწადი არაბებთან და დავინახავ ერთი როგორი ნეიტრალური იქნება არაბებთან მიმართებაში. გაეცნოს მაგათ წესჩვეულებებს, შეხედულებებს, მისწრაფებებს და მიზნებს და გამოჩნდება მე. მე ვიცი მაგათ რა უნდათ. უმეტესობას ახლა არაბები მე მეგობრები მყავს ვიღაცები. თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, აი არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მე არაბულ სამყაროში მოხვედრილ ვარ ახალ საზოგადოებაში ან ახალ ქვეყანაში და მით უმეტეს რომ გაუგიათ რომ უნახავთ რომ მე არაბულად საუბრობ, ურთიერთობ მაგათთან რაღაც ცოტა ხნის შემდეგ იწყებოდა მცდელობა რომ მოდი ისლამში შემოდი რა გინდა ამ ქრისტიანობაში. დავით, მოდი შენ ახლა ეს მაგ თემაზე გადახვედი და მე მინდა ცოტა გადავუხვიოთ მაყურებლების კითხვებს და შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი ეს იყო რომელი წლები, საბჭოთა კავშირის წლები იყო ჯერ კიდევ, როდესაც შენ მოგიწია ძალიან საინტერესო ადგილას ცხოვრება და მუშაობა, ეს იყო ლიბია. ჯერ კიდევ კი არა, კადაფი, მუამარ კადაფის რეჟიმი, მუამარი ახალგაზრდა იყო, ჩვენი არ იყოს, პატარა ბიჭები ვიყავით და შენ იქ საკმაოდ სერიოზულ სამუშაოს ეწეოდი და აი თუ გახსენდება რამე ისეთი აი გამორჩეული თუ იყო, მე შენ სხვა ქვეყნებშიც მქონდა
მუშაობა და მაგრამ ეს ლიბია რაღაცა ძალიან საინტერესო მიმაჩნია მე რაღაცნაირი უცნაური ქვეყანაა თითქოს ხო აი თავისი გეოგრაფიით თვითონ ხალხით თვითონ აი თვითონ ეს დიქტატორი იყო ძალიან საინტერესო ტიპი ხო რომელმაც ძალიან ცუდად დაამთავრა ბოლოს კარვით მიდიოდა და აკლემებით ხო რაღაც გაეროს თეთრ სახლში და ისა როგორც ვიცი ნუ ეხა არ ვიცი აკლემებით არა მაგრამ კარვებით ნამდვილად მიდიოდა ხო აკლემები ზედმეტ მომივიდა მაგრამ მოსკოვში და პარიზში აქ და რომში დაცემული ეგ კარვები და იქ ცხოვრობდა არანაირ სასტუმროს არ აღიარებდა ხო და აი რა მაინტერესებს ჩვენ ეხა თბილისელი ბიჭი რომელიც აქ მიჩვეულები ვიყავით ჩვენ ყოველ მეორე დღეს სადღაცა ან კეიფს ან დროსტარებას ან რაღაცას რა ვიცი ან დაჯდომას და რაღაც სერიოზულ ლაპარაკებს თქვათ იქ შენთან სახლში ან ჩემთან აივანზე ან ვიღაცასთან და ისა და უცებ ბრახდა მოხდი აი მარსზე რა ფაქტიურად ხო ნახე შენ შეგუებული შენი ენით და თქვათ იმ წოდნით რა შენ მიიღე უნივერსიტეტში და მე პრაქტიკები და რაღაცეებით უკვე რა თქმა უნდა იცოდი სად და როგორ მიდიოდი მაგრამ აი უცებ მოხდი სადღაცა მართლა წარმოუდგენელ ადგილას და აი რა პირველი შთაბეჭდილებები და ზოგადად რა შთაბეჭდილებები ქონდა იქ ცხოვრების ეს მაინტერესებს მოკლედ მოყვები შენ თქვი რომ აი ესე უცებ მოხვდი არა კი არ მოხვდი ძალიან მინდოდა რომ მოვხედრილიყავი ძალიან და ვიცოდი რატომ მინდოდა სრულიად კონკრეტული ცოდნა მქონდა იმისი აი რატო უნდა ვიყო არა მაინც და მაინც ლიბიაში საერთოდ არ ვფიქრობდი მე რომ ლიბიაში მოხვდი რომელიმე არაბულ ქვეყანაში იმიტომ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აღმოსავლეთმცოდნე არაბისტი რომელიც 5 წელი ვსწავლობდი არაბულ ენას უნივერსიტეტში მე კიდევ 2 წელი სინქრონულ თარგმანს მასწავლიდნენ სპეციალური კურსები უცხოენების ინსტიტუტში და აი მიუხედავად ამ 7 წლიანი კურსისა დღეში 2-3 ლექცია გქონდა არაბულში ჩვენ არაბულ ენაში ხო ძალიან დატვირთული მეცადინეობები გქონდა არაბულში მიუხედავად ამისა აი ესეთი გაბმული აი რუსული გამოთქვა ბეგლი разговора ესე თავისუფლად მეტყველება მე არ შემეძლო და ვერც ერთი მეხუთე კურსელი ვერ იტყოდა მაგას რომ მე საუბრობ არაბულად ვერ საუბრობ იმის მიუხედავად რომ არაბი ლექტორი ყავდა მაგრამ ის ერთი ცალი ყავდა ის არაბი ლექტორი და რაუფი საწყალი ვაგიჟებდით კვირაში 2 ლექცია ქონდა ჩვენთან და ახლა 18-19-20 წლის ბავშვი ახლა მინდოდა მე რაუფი და მაგისი ისა მაგრამ ვიცოდი ისეთი ხალხი იყავით შეკრებილი იმ კურსზე მაიმუნობის კატასტროფა რა კარგი გაგებით კარგი კაი სარესტორნო ხალხი ვიყავით შეკრებილი ძალიან ხო და მე ვიცოდი რომ თუ არ მოხდებოდი რომელიმე არაბულ ქვეყანაში რაღაც ხანგრძლივი ვადით ხო არაბულად ვერ ვისწავლიდი კარგად ეხლა როდემდე შეიძლება იქ-ეკო ლექსიკონში ყოველ წუთას და ისე თან ლაპარაკი ეხლა გაჩერებულ არაბს როგორ არ მოვაბრუნებდი მით უმეტეს ამ სინქრონული თარგმნის კურსებმა ძალიან ბევრი რამ მომცამე ძალიან ბევრი რამ მაგრამ მაინც აი ყოფნა სრულიად სავალდებულო ეხლა ინგლისური შეიძლება ისწავლო თბილისში შეიძლებოდა მაშინაც კი შეიძლებოდა გესწავლა თბილისში და ბევრი იყო ადამიანი ვინც თავისუფლად კარგად სწორად საუბრობდა და რა ვიცი თარჯიმნობდა კიდეც მაგრამ არაბულად ეს შეუძლებელი იყო ну ამიტომ ძალიან ბევრი ვეცადე იქ ხელი შემშლელი მთელი ამბები რაღაც გაშვება არ გაშვება არა ვერ წახვალ არ წახვალ და რატო უნდა ну მოკლედ მოხერხდა ისე რომ 2 წლიანი კონტრაქტით წავედი ლიბიაში ჯერ მარტო ჩავედი და ერთ თვეში მეუღლე და ჩემი შვილი მაშინ ერთი შვილი ყავდა ჩამოვიდნენ იქან და მოხდი აბსოლუტურად უცნობ უცხო გარემოში ეს ქალაქი იყო დედაქალაქიდან ტრიპოლიდან დაახლოებით 160 კილომეტრით უდაბნოს შიგნით ჩავედით ღამე მოსკოვი ტრიპოლი პირდაპირ ის იყო და გზაში ვერაფერს ვერ ხედავდი რა თქმა უნდა დავბინავდით საცხოვრებელი პირობები იყო ძალიან კარგი ყველას ჰქონდა პრაქტიკულად აი ცალკე კოტეჯი ყველა ოჯახს 2 ოთახი სამზარეულო ტუალეტი აბაზანა ყოველთვის ცალკე კომუნალური გადასახადები არ ჰქონდა რაც მე გავიგე რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ კონდიციონერი 24 საათი ჩართული იყო 2 კონდიციონერი ყველა ოთახში ჩართული უნდა ყოფილიყო თორე გამორთავდი და всё იხჭობოდი უკვე რა ძალიან ცხელოდა
შენი ხმა აღარ მისმის. წყალი მეთქი რაც ყველაზე დიდი სიმდიდრეა. კატასტროფა წყალზე მე აი დღესაც კი სახლში ძალიან მიყვარს აი ესე პეშვით წყლის დალევა რა და ჭიქით არა, იმიტომ რომ ჩავედი იქ პირველი რაც მომინდა იყო წყალი, იმიტომ რომ ღამეც კი ძალიან ცხელოდა, ღამის 12 საათი იყო დაახლოებით და ნუ მოუში ონკან და მოდის წითელი წყალი. მოწითალო არ მოდის, მოდის წითელი წყალი. აი ზუსტად იმფერის როგორც შენი პულოვერია. აი ესეთი აგურისფერი ლამაზი წითელი წყალი მოდის. ნუ პირველი რეაქცია იყო ის რომ გავაკარები და გვერდზე მეზობელს უთხარ რომ ონკანია გაფუჭებული, რამე ავარია მოხდა წითელი წყალი მოხდა, მოკვდა სიცილით. ეხლა ჩამოხოდიო, კი. ეგეთ წყალი მოდისო აქო. მოდი ახლა დაგალევინებო წყალსო და ხვალო მოვაგვარებთო მაგ საკითხს, რომ დამალევინა წყალი. თურმე ეს წყალი უნდა მოაგროვო, მე მეორე დღეს დაგვირიგეს ერთი 20 ლიტრიანი დიდი ქვაბები რაღაც. ამ ქვაბში უნდა ჩაასხა ეს წყალი. და ილექება ალბათ. არა, ეგრევე რა დალექავს იმას. მე უნდა დადგა ამაზე ელექტროკურა იყო და უნდა გედუღებინა. ის კი არა რომ ადუღდა და თავისუფალია. უნდა იდუღოს 2 საათი. იმიტომ რომ ის ნივთიერებები და ის მთელი ამბები რაც შიგნით არის, ესე ერთი ადუღებით ვერ გამოკრისტალდება. 2 საათი უნდა ადუღო და მე უნდა გააციო. 20 ლიტრ წყალს მეტალის რაღაცა ქვაბით სამნო გააციო, გარეთ გადგავ, ადუღდება ისე. თავიდან დაიწყებს დუღს. რა უნდა თავისით უნდა გაცივდეს. ნუ ამას სჭირდება წარმოიდგინე. იმ სიცხეში უნდა ადუღო ეს წყალი კიდე. ხო, უნდა ადუღო. ეს უნდა გაცივდეს, ოღონდ თავისით. კარგად უნდა გაცივდეს რა. რო გაცივდება თავისით, მე ხედავ რომ ზევიდან დაახლოებით 1 სანტიმეტრიანი პარაფინის ფენა აქვს ისეთი მყარი. და ძირში დალექილია რაღაც 1-5 სანტიმეტრი წითელი რაღაცა მასა, რომელიც რო აურიო აიმღრევა ისევ და წყალს ჩაგეყრება მთელი შრომა. ამიტომ ეს პარაფინის ფენა უნდა გახვრიტო ძალიან ფრთხილად, რომ შლანგი ჩაყო შიგნით, ახლა ზღაპარი არ არის, რასაც ვაკეთებდი იმ გადმოწრუპო ესე როგორც ბოციდან წრუპავდით ღვინოს 20 ლიტრიანიდან და ჩაუშვა სპეციალურ ფილტრში, რომელსაც ერქვა რადნიკ, ანუ წყარო, ეს მოსკოვიდან დაგვაბარეს, ეს უნდა წაიღოთო, თორე წყალს ვერ დალევდო და იმაში ჩააყოფინო და იქიდან წვეთავდა, იმაში იყო ნახშირი. აბსოლუტურად საკეთებდა იმ ყველაფერს. ეს ნახშირი გახვეული იყო მარლაში თუ ბამბაში თუ რაღაც ჯანდაბაში და იქიდან არა წროხდიან დაახლოებით იგივე. არა, დრო ბევრად მეტი უნდა და ვიდრე არყის ხდას რა თუნდა ამდენი კაცო. ხო და იქიდან წვეთავდა რაღაც ბამბის ძაფებნარევი წყალი. მე იმას კიდე რაღაცნაირად დააყენებდი და დალევდი რა. მოკლედ თუ გწყუროდა ერთი 7-8 საათის მერე წყალი გექნებოდა. ხო და ნუ თავიდან ეს მე გამოიყვანეს რაღაც რამდენიმე თვის მერე სპეციალური, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ამის კეთება, თუმცა იქ წლები ცხოვრობდა ჩემამდე ხალხი. და ისინი ამ წყალს სვამდნენ. ნუ მე შედარებით გამოსწორდა რაღაც ეზოში იდგა ერთი ონკანი, სადაც მივდიოდით რაღაც მოგქონდა წყალი სუფთა, მაგრამ იმასაც აუდუღარს ვერ დალევდი. გამორიცხული იყო. მაგრამ ყველა საინტერესო ისე რომ ის არაბები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ლიბიელები, აი წითელ წყალს სვამდნენ ჩვეულებრივად. არ იყო. რა უნდა ელია. ეხლა რატო ვიყავი იქ და რას ვაკეთებდი? აი ყველა საინტერესო ეგ არის. მე წავედი როგორც თარჯიმანი. ანუ მთარგმნელი. ხო და რა უნდა გვეკეთებინა იქ? თავის დროზე, ჩემ ჩასულამდე 4-5 წლით ადრე, საბჭოთა კავშირმა ააშენა აი ამ ლიბიის უდაბნოში ქარხანა, უზარმაზარი ქარხანა, იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიებით ყველაფრით, იმიტომ რომ თითო ისე ამშენებელი იყო, ფინელები დაიქფირავეს და იმათ გადაუხადეს ფული და იმათ გააკეთეს კალაშნიკოვის ავტომატების წარმოება. ხო. დაწყებული ნულოვანი ციკლიდან საბოლოო ვარიანტამდე, დაზეთილი კალაშნიკოვი, მთელი ციკლი. მთელი ციკლი. ცალკე სხვა ქალაქში იყო ქარხანა არანაკლები ზომებით, რომელიც ტყვიას უშვებდა. ტყვია ხო უნდა კალაშნიკოვი, მაგრამ თავში თუ ჩაარტყავ ვინმეს. ხო და ეხლა თავიდან რაღაც ცოტა ხანი იმუშავეს რუსმა მუშებმა, გამოუშვეს და უთხრეს ამრავლა, აი ეს არის და ეხლა თქვენ უნდა იმუშაოთ. ახლა შენ უნდა იცოდე
და ჩვენმა მსმენელმა მაყურებელმა უნდა იცოდეს რა იყო და რა არის დღესაც ლიბიელი ჩვეულებრივი ბედუინის შთამომავალი. როგორ გინდა იმას მეტალის მჭრელი დაზგებზე და სახეხმაზე და გალვანიკა და ესენი და ხის დამუშავება და რაღაცები აუხსნა. ამიტომ გააკეთეს ამ ქარხნის გვერდზე სადღაც 10 კილომეტრში სასწავლო ცენტრი. ესეც ფინელებმა გააკეთეს. კონდიცირებული ჰაერით არაჩვეულებრივი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის შენობა და იქ მოყავდათ სტუდენტები სპეციალისტები რომ გაზრდილიყვნენ 2 წელიწადში რომელიმე სპეციალობით მუშები აი ამ ქარხნისთვის და ემუშავოთ იქ. მე რო ჩავედი მომცეს მაშინვე რაღაც სპეციალო ყველას მისცეს სპეციალო აი ეს უნდა თარგმნო. მე შემხვდა სამჭედლო საქმე. ეს სამჭედლო საქმე არის რაღაც ქართულად არც კი იმიტომ რუსულიდან თარგმნიდი და არაბულად და რუსულად თარგმნიდი. სად იქნებოდა ეხა იგივე ქართულად. რკინის მეტალი მოდის რაღაცა და ის უზარმაზარი კუზნეჩნა პრესოვое оборудование ის ურტყავს ფორმას აძლევს მე ეს და გალვანკებსაც ეძახიან ხო? ხო ესენი ჩამოდის რუსეთიდან ყველაფერი. ეს იყო ერთი სპეციალობა, იყო დაახლოებით 20-მდე სპეციალობა. აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ტერმინოლოგია რა თქმა უნდა სხვადასხვა. იყო თეორიული მეცადინეობა, მე იყო პრაქტიკული მეცადინეობა. ნუ ამ არაბებს ამ ლიბიელებს არც შეეძლოთ და არც უნდოდათ ამის სწავლა. როგორ უნდა ისწავლო ხო? მახსოვს კარგად პირველივე ლექციაზე ახალი ჯგუფი მოვიდა. ეს ახალი ჯგუფი არიან სკოლა დამთავრებული ხალხი, ნუ 10 წელი ისწავლეს. ანუ ეს როგორც ჩვენთან ახლა ტექნიკური სასწავლებლის დონეები რო იყო ხო ტექნიკური ისინი ხო პროფესიონალი მოვიდნენ ესენი დასხდნენ და რუსი ლექტორი კითხულობს ლექციას და გვერდზე უდგას თარჯიმანი მაგალითად მე ამან უნდა თარგმნოს არაბულად მე ის რაღაცას რო იტყვის სტუდენტი და გამოკითხვა და ასე შემდეგ უნდა თარგმნო რუსულად და ესე ჩატარდება ლექცია ამ რუსმა ლექტორმა დაწერა დაფაზე წყლის ფორმულა H2O და აბა წამიკითხეთო ეს. ეს ბავშვები იმ წუთას ტყემლის ყველაზე ბოლო ტოტზე შემოსხდნენ. მე ვთხარი რომ ესენი ამის წამკითხები არ ჩანდა და რამე ცოტა უფრო მარტივი მივცეთ. ამან დაშალა წყლის ფორმულა და 2 დაწერა. აი ეს წამიკითხეთო. ვერ კითხულობენ. მოკლედ კიდე რაღაც ძალიან მარტივი არითმეტიკული რაღაც ფორმულების გაპროტესტების შემდეგ დაწერა კაცმა 2-ს მიუმატოთ 2 უდრის და არც ერთი აწეული ხელი მაგრამ რასასწავლი ჩავარდა შოქში სკოლაში რასასწავლიდნენ რასასწავლიდნენ რა სკოლაში ვინ ასწავლიდა ვინ სწავლობდა პირველივე ლექციის მერე გავარდა და ვიცი ხო ჩვენი ხელმძღვანელი ჩვენი თელი ჯგუფის დაახლოებით 200 კაცამდე ვიყავით. თარჯიმნები, მასწავლებლები, სპეციალისტები, ინჟინერები. ფული ხარჯებოდა შენ წარმოგიდგენია. ძალიან ბევრი ასეული მილიონი დოლარი ქონდა გადახდილი ამ ლიბიის ხელისუფლებას საბჭოთა კავშირისთვის, აი ამ ყველაფრისთვის. ძალიან დიდი. მოკლედ უთხრა რომ აი როგორ ვიმუშაო, აი რა უნდა გავაკეთო? მე არ ვიცი. ბავშვებმა არაფერი არ იციან. ამას ეს მოკვდა სიცილით ეს რუსი. კაი კაცი იყო მოსკოველი. აი რაც გინდა ისქენიო, მაგრამ ჩვენი მიზანი არის აქ, რაც შეიძლება დიდხანს რო დავრჩეთ აქ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი შემოსავალი აქვს აქედან და აი როგორც ხო, აი როგორც გინდა ისე მოიქეცი, გინდა ასწავლიო, თუ გინდა ნუ ასწავლიო, ოღონ შენი საჭიროება უნდა იყოს დასაბუთებული. მაგრამ იმ პრესის ქვეშ მოყვება კაცო რო არ ასწავლო. არა, პრესთან ვინ მიუშვებდა კაცო, მაგათ არ უშვებდნენ პრესი, ახლოს არ აკარებდნენ. იქ მე დანადგარები იყო სახარატო, ფრეზერნის სტანოკ, რაღაც რომელიც ტრიალებდა რაღაცა. იმათთანაც საშიში იყო. პროფესორები აკეთებენ, ზეინკლები რო არიან, პროფესორები არიან, ის თუ არ დაუჭირე, კარგად, ის წამში რამდენიმე იმას ბრუნს აკეთებს და ის კარგად დაჭერილი თუ არ არის, რო გაისურეს იმ გალოვკას იქიდან ჩამოვა მოსკოვა. კარგად დაანგრევს, აი ყველაფერს. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყავით ამ არაბების ინიციატივასთან, რომ მიმიშვი ღუმელთან და რაღაცა გამორიცხული იყო ეს ამბავი. მე იქ ნახაზები უნდა გაეკეთე, ამ ნახაზებზე დაიხოცა სიცილით ეს მთელი ეს ნახევარი ლიბია, რომ რა ნახაზი, რა ფანქარი, ის რეიშინა და რა
ამიტომ ნახაზებსაც რუსები აკეთებდნენ, გამოცდებსაც თვითონ აბარებდნენ. ესენი ისხდნენ უბრალოდ მაქსიმუმ 20-30 კაციან ჯგუფში ერთი აღმოჩნდებოდა, რომელიც გისმენდა რაღაცა, შეიძლება აინტერესებდა რაღაც, მაგრამ ძალიანაც არა და მოკლედ აი ეს საშინელი მდგომარეობა იყო რა. და ნუ ეხლა ესენი რისი მომუშავეები იქნებოდნენ, იქ რა გამოუშვებდნენ პროდუქციას. ამიტომ ისევ ჩამოყავდათ იქიდან რუსეთიდან სპეციალისტები, იჟევსკში მაგის მეტი რა იყო კალაშნიკოვების მთელი წარმოების ქალაქები ჰქონდათ რუსეთში. ტულა და ესა. ტულა და იჟევსკები და ისინი და იყვნენ და ისინი მუშაობდნენ გვერდზე, თანაშემწეებად ეს არაბები ყავდათ, რომლებიც რაღაცას თითქოს ნელ-ნელა სწავლობდნენ, მაგრამ არავის არ ჯეროდა მაგათი გამოშვებული ავტომატი, ალბათ უკუღმა გაისროდა ან რაღაცას იზავდა უბედურებას. მოკლედ აი ეგეთი ამბავი იყო. ძალიან ქვეყანა თავისთავად უკიდურესად საინტერესო ქვეყანა იყო. ეხლა იქ ისეთი რაღაცეები მაქვს მე ნანახი, რომელსაც ტურისტი ვერ ნახულობდა და ვერ ნახავს ალბათ ძალიან ბევრი 10 წლეული. რომაული ქალაქები მაქვს ნანახი ისეთი, აი პირველ საუკუნეში აშენებული, რომ რომში არ არის ეგეთი კოლიზეუმი არ არის, მაგხელა იქ რო აქვს. აი ზღვის ხმელთაშუა ზღვის ფერები წარმოიდგინე, ხო, შავი ამნისფერი და მარმარილოსგან გაკეთებული ქალაქი, რომელიც ნუ რა თქმა უნდა დიდწილად დანგრეულია, მაგრამ ბევრი რაღაცა შემორჩენილია. მარმარილოს ძეგლები და ბიუსტები და ესენი სავსე, ეს მუზეუმად აქვს, იქიდან ვერ გამოვიტან ვერაფერს. ნუ ძალიან ხშირად დავდიოდით ხოლმე იქ სანახაოდ, იმიტომ რომ პირდაღებული დადიხარ იქ ისეთი სანახაობებია, მაგრამ ტურიზმი არ იყო, არ არსებობდა ქვეყანაში. იმიტომ რომ ეს ძალიან უცნაური კაცი იყო ეს მუამარ კადაფი. აი თავიდანვე ეგეთი, აი როდის მოვიდა? ეგ 79 წელი იყო რომ მოვიდა ხელისუფლებაში. წარმოგიდგენია და 2011-ში თუ 10-ში ძლივს მოიშორეს თავიდან, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ეს, მაგრამ ეს იყო ჩამოყალიბებული დესპოტი, დიქტატორი, რომელსაც გადასარევად კარგი ურთიერთობები ჰქონდა გარკვეულ დონეზე საბჭოთა კავშირთან. შეიარაღება მთლიანად რუსული. საჰაერო თავდაცვას რუსები ხელმძღვანელობდნენ და რუსები ემსახურებოდნენ, იმიტომ რომ ლიბიელი მიუშვი იმასთან რაკეტასთან და შტურმალთან ხო ცოტა რთულია. ხო წარმოგიდგენია რა მოხდება იქა და ძალიან დიდი შემოსავლები ნავთობიდან, წარმოუდგენლად დიდი უსუფთავესი ეხლა ნავთობი ბევრგან არის. ვენესუელას აქვს ყველაზე დიდი მარაგი, მაგრამ ცუდი ნავთობია მძიმე. ძალიან უარი. ამათი აი ეხლა არა პირდაპირ, მაგრამ შეიძლება პირდაპირ ჩაასხა ბაქში და მანქანა იulis რა. ძალიან სუფთა და მაღალი ხარისხის ნავთობის მოპოვება. და გამომდინარეობს პრო იაფი მისი დამუშავება და რა თქმა უნდა, იაფი დამუშავება და ფასი შესაბამისი და პორტები იქვე და ზღვის პირას და ევროპა იქვე და წაიღე და ჩაიტანე და ის და მაგიტოა იქ ესეთი ამბები რო ატეხილი. და მაგრამ ამას ძალიან უცნაურობები ქონდა. ეხლა ხო იცი, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ესეა ეხლა ძალიან უბრალო ხეპრე და გოიმიკაცი დიდფულს რო იშოვნის უცებ. მერე იმას სხვა ამბიციები უჩნდება და რაღაც ჩვეულებრივ მანქანაზე აღარ უნდა ჯდომა, იმას უნდა რაღაცა განსაკუთრებული უნდა რაღაცა. ლენჯერაში ფერარი უნდა წასვლა ხო მაგრამ. ხო რა, აი უნდა და მოკალი. ფული აქვს და წავა იყიდის და რასაც უნდა იმას იზამს. და ამან დაახლოებით ეგეთი რაღაცა მოიწყო თავისთვის. თუმცა იყო ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა ამ ლიბიაში. არაჩვეულებრივი დონის ავადმყოფოები გააკეთეს, სადაც უცხოელი ექიმები და უფასო ეს ყველაფერი თავისთავად. ფასები ძალიან დემოკრატიული ყველაფერზე, ძალიან. მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე დაიწყო დაპირისპირება ან ისევ ამ საბჭოთა კავშირთან, მჭიდრო კავშირების გამო, დასავლეთის სამყაროსთან. ამერიკელებს დაუპირისპირდა ძალიან, პირდაპირ ლანძღავდა, თათხავდა, დიპლომატიურ ურთიერთობას შეწყდა შტატებთან. რაშია რა საინტერესოა კაცო, პირიქით დიდარ ქვეყანასთან და იმას. ამან იფიქრა რომ მე შემიძლია ჩემით მივახციო იმას, რისი მიღწევაც მინდა და მთელი არაბული სამყაროს და აფრიკის ლიდერობა მინდა. ვინ გაუშვებდა? ვინ მიუშვებდა? გრანდიოზული პროექტები, ხელოვნური მდინარე და რაღაცეები ლიბიის შუაგულიდან, სადაც მიწის ქვეშ აღმოჩნდა მთელი ზღვა მტკნარი წყლის და ეს დიდი პრობლემა იყო ლიბიისთვის. პირდაპირ კორეული პროექტი იყო გააკეთა, სამხრეთ კორეას შეუკვეთა და იმათი სპეციალისტები და ბეტონის
ვარცხნები 3 თუ 4 მეტრი დიამეტრის მილებით დაიწყო წამოყვანა სანაპირო ზოლისკენ, სადაც წყალი არ იყო აბსოლუტურად. დღეს თითქმის მოყვანილი აქვს, მაგრამ ბოლომდე არ მუშაობს ეგად. იმას მომსახურება უნდა ეკონომიკური პროექტები ომის და რევოლუციების პერიოდში არ მუშაობს, ჩერდება. მაგრამ ეს მუამარ კადაფი ასრულებდა ერთ ძალიან ისეთ კარგ ფუნქციას. ბარიერის ფუნქციას ასრულებდა აფრიკის ძალიან ჩამორჩენილი, ძალიან ღარიბი ქვეყნებიდან უკანონო მიგრაციის ბარიერი იყო ევროპის ქვეყნებში. რაც დღეს არის მოშლილი მთლიანად. დღეს მაკედან მოდის ნაკადი პირდაპირ. ხო, მთლიანად მოშლილია, იმიტომ რომ პირდაპირ იტალიაში და მაროკოს თუ არ ჩავთვლით, სადაც გიბრალტარი რამდენია 10 კილომეტრია თუ უფრო ნაკლები კიდე, რომელიც კონტროლდება ძალიან მკაცრად და იქიდან გადასვლა ვერ ხდება. ახლა ლიბიიდან ბევრი ფიქრობს, რომ ჩაჯექი ნავში და იტალიაში ხარ უკვე რა. მათ ეგრეც არ არის 1-300 კილომეტრი არის და უამრავი ხალხი იღუპება, მაგრამ ვიღაცები გადადიან, ახერხებენ გადასვლას. ეს კადაფი იხოცებოდა, რომ პირველი ისა მერე გადადნა. არა, იხოცებოდა ეს კაცი, რომ უკვე რო გართულდა სიტუაცია და დაინახა, რომ ებრძვიან მაგას და ჩამოგდება უნდათ და მიაღწევენ ადრე თუ გვიან. დამანებეთ თავი, თორე თქვენ შეგექმნებათ პრობლემები ევროპელებს და დასავლეთ სამყაროს, იმიტომ რომ ვინ შეაკავებს ამას ყველაფერს. ამაში მართალი იყო ეკაცი. და საშინელი ამბები ხდება იქ არა, საშინელი ამბები ხდება. აღმოსავლური დესპოტია და დიქტატურა საშინელება არის, აი კვადრატია, კუბია იმისი, რაც შეიძლება ევროპაში და აზიის სხვა ქვეყნებში მოხდეს. ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ძალიან ცუდი ამბები ხდებოდა ამ წესრიგი ქონდა ბევრ რამეში, რა თქმა უნდა. აი შეთავაზებები იყო ესეთი, წადით სასწავლებლად, სადაც გინდა, სახელმწიფო უფინანსებდა. პირდაპირ უფინანსებდა სახელმწიფო. თქვა საბჭოთა სტუდენტის სტიპენდია საბჭოთა კავშირში 40 მანეთი იყო, ხო გახსოვს? ლიბიელს ჰქონდა 600-დან 700 მანეთამდე ლიბიელ სტუდენტს. ახლა 600 და 700 მანეთი ჩვენთან. აბა გაიცემ, ვის ჰქონდა ხელფასი? აკადემიკოსებს შეიძლება ჰქონდათ პრემიებით. აი ლიბიელ სტუდენტებს ჰქონდათ, რომლებიც ჩამოდიოდნენ და 4 წელი ვაშას და ურას იძახდნენ. რა უნდა ესწავლოთ მოსკოვში ახლა ან სხვაგან. და მიბრუნდებოდნენ უკან. მაგრამ ვიღაცებმა რაღაცები ისწავლეს იქ, მოახერხეს რუსებს ატომური ცენტრი გააკეთებინეს იქ. ის ატომური ცენტრი გაჩერდა, მე თვითონ ლიბიელები როგორ მოემსახურებოდნენ იმას. კიდე კაი გაჩერდა ლიბიელების ხელში ატომური. რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე ცუდი რაც მოხდა მან, ყველაზე ცუდი რაც მოხდა, ეს კადაფის ჩამოგდების მერე ძალიან სასტიკი წამებით მოკლეს ეს კაცი. ეს საშინლად. იქ ისეთი ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში და ისეთმა ხალხმა აიღო ეს ძალაუფლება აი იმ მომენტში. და ეხლა უკვე ეგეთი სიტუაცია არ არის, მაგრამ ის ძალები ისევ იქ არიან. ის ძალები ისევ იქ არიან. აი პირველი რაც იმ ძალებმა გააკეთეს, ტრიპოლიდან გაქცეული ამერიკის ელჩი რაღაც პერიოდის მერე კადაფიმ ბოდიში მოიხადა, აღიარა თვითმფრინავის აფეთქება, ყველაფერი ოღონ თავი დამანებით, ყველაფერს აღიარებ, კარგად მოვიქცევიო. და აღდგა იქ რაღაც ბლოკადაც მოუხსნეს, ყველაფერი მოუხსნეს, ნავთობის გაყიდვაც პრობლემად შეეძლოთ. და საელჩოც აღდგა. საელჩოც ფუნქციონირებდა, მაგრამ მხატვრული ფილმია გადაღებული იქა და იქ ლაპარაკია, რომ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია მას მართავს შეკრებას იმას და რაღაც ლიბიაში დემოკრატიის განვითარება და ერთი ეუბნება მეორეს. ამერიკელი. თქვენ ნორმალურები ხართ, და რატო ყრით წყალში ფულს? ლიბიური დემოკრატიაზეა ლაპარაკიო? რაზე ლაპარაკობ თუ იცითო? მოკლედ ეს ამერიკელი ელჩი გაიქცა ტრიპოლიდან, ქვეყნიდან გასვლა ვერ მოახერხა და მეორე დიდ ქალაქში ბენგაზიში გაიქცა. და იქ საკონსულოს შენობას აფარებდა თავს. პირველი რაც გააკეთეს ამ ამბოხებულებმა, გამოიყვანეს ეს კაცი, ახალგაზრდა კაცი. და თავი მოაჭრეს შენობის წინ ამას. სრული განუკითხაობა ქვეყანაში, სამხრეთის რაიონებს ტუარეგები აკონტროლებენ, იმათი ტომები, იქ ალ-კაიდას სერიოზული დაჯგუფებებია, მუსლიმი ძმები და მოკლედ იქ თურქები არიან ჩარეულები. ასეთი ბულიონი იხარჯება? ახლა იხარჯება ასეთი ბულიონი. რუსებს პრაქტიკულად მოლაპარაკებული აქვს, თუ სამხედრო ბაზა გახსნან ლიბიის ტერიტორიაზე, სანაპიროზე. წარმოიდგენია რა იქნება იქ. როგორ გაეხარდება
დასავლეთის სამყაროს იქ. მომისმენთ, ახლა ტუარეგებზე გამახსენდა, ტუარეგებმა 1-2 რუსებს მაგარი ქვა ასროლინეს კუდით და კი, მებრძოლი ხალხია სერიოზულად, მაგრამ მოუჟუჟეს იქ მთელი ისინი. მაგრამ დაქსაქსული ტომებად ის ძალიან დაჩაგრა ეგ კადაფი მე ხალხი საერთოდ. ძალიან ცუდ. თაბარები არიან ხო ტუარეგები რა? თაბარები არიან ესეთი ძალიან სხვანაირი ხალხი, აბსოლუტურად სხვანაირი ხალხი. მოკლედ დიდხანს გაგრძელდა ის პროექტი, რომელშიც მე მუშაობდი. მე 2 წელი მეტი ვერ გავჩერდი, წამოვედი იქიდან. თუმცა ძალიან მთხოვნე რომ დარჩენილიყავ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა იყო თარჯიმნების პრობლემა იქ. წესით თარჯიმას უნდა ეთარგმნა ერთი საგანი და ეს იყო მისის. ჩვენ თარგმნიდით მე რომ ჩავედი 2 თვეში დამიმატეს მეორე საგანი და კიდე 2 თვეში მე მესამე საგანი. აბსოლუტურად განსხვავებულები. ყველა საგანს თავის სპეციფიკა აქვს, თავის ტერმინოლოგია. ტერმინოლოგია ეხლა ქართული ტერმინოლოგია არ ვიცით, ჩვენ ეხლა რაღაცა ველოსიპედზე დამჭირდა და აი კალენჩატი ვალრო არის, არ ვიცი ქართულად. მუხლანა აღმოჩნდა რაღაცა მუხლანა ეზა. მე მახსოვს ერთხელ ჩამოვიდა ჩვენთან მასწავლებელი ქართველი, რომელმაც რუსული იცოდა აი ამ აიას დონეზე. და მე არ ვიყავი მის თარჯიმანი. ვიღაც სხვა იყო და ძალიან პრობლემები შეიქმნა იქ, იმიტომ რომ ვერ ლაპარაკობდა ეს კაცი რუსულად რა და თარჯიმანი რუსი ყავდა. ერთ დღეს გავიდა 1 თვე თუ 2 თვე და ეს თარჯიმანი ავად გახდა და მე მთხოვეს შესვლა იმის მაგივრად და შევედი ამასთან ეს კაცი გაგიჟდა სიხარულით. მოდიო ქართულად წავიკითხავ ლექციას, მომენატრაო. მე კი ვიეჭვერო ქართულად რა უნდა გავიგო რაც ცილაპარაკებს ეს კაცი. კაი დაიწყე მეთქი და დაიწყო ქართულად 5 წუთში გავაჩერე მეოთხე ახლა გადმოდი ისევ რუსულად არ მესმის არაფერი არ ვიცი და ხო ანუ ეს ტერმინები ქართულად ტერმინები ტექნიკური ხო? ხო იმან იცოდა იმიტომ რომ ახ ქართულად ასწავლიდა ხო და ის ერთადერთი ლექცია იყო რომლის დროსაც შევედი და ქართულიდან შევეცადე თარგმნას მე ეჩვეოდი ძალიან მარტივად ეჩვეოდი მართალი გითხრა ახალ ჩასულზე პირველი პროფესიის მეორე პირველი საგნის მეორე რო დამიმატეს გავაპროტესტე ისეთი სუბუქი ფორმებით ხელმძღვანელობასთან რომ მე ვერ თარგმნი ახლა ჯერ უნდა შევეჩვიო ამას არა ვარ შეჩვეული კარგად ამ ტერმინოლოგიას და თქვენ მეორე სპეციალობას მიმატებთ და აი ხელმძღვანელმა ვინც ყავდა მითხრა ესეთი რაღაცა რომ ეხლა მოდიო მე დაგიმატებო მაინც მეორესო ოღონდ იცოდეო რომ 2 თვეში კიდე მესამე უნდა დაგიმატო რა მესამე კიო დაგიმატებო ოღონდ წლის ბოლოსო შენ თვითონ მოხვალო ჩემთან და მეტყვიო რომ მადლობა რომ გამომიცხადე ზუსტად ეგრე მოხდა წელიწადიც არ იყო გასულ მივედი და უთხრა რომ მართალი იყავით მეთქი თქვენ ვარ დაგემატებინათ ეს საგანი მეორე მე მესამე მე ხო არ მეწოდინებოდა ის ტერმინოლოგია მე რამდენიმე თვე გავიდა ისე რომ აღარც ვკითხულ ლექტორს აღარ ვეკითხებოდი რომ რა თემა რა უნდა წაიკითხო რომ წინასწარ მოვემზადო რაღაც აღარ მაინტერესებდა იმიტომ რომ ცოტა ჩუდინაც გქონდა იმიტომ რომ ყველაფერი ათვისებული გქონდა ვცვლიდით უკვე რაღაც ნიკიც ჭირდება ეხლა მარტო ეგრე არ არის ხო ეხლა ამხელა აი მახსოვრო თავი გაგო აი მაგის გამოცდილება მოგცა სინქრონული თარგმნის კურსებმა თბილისში სადაც არაჩვეულებრივი ლექტორები ყავდა და მაგასში გვამეცადინებდნენ ძალიან ინტენსიურად ზოგადად ამბობენ რომ ქართული სინქრონული თარგმნის სკოლაო საკმაოდ ძლიერი იყო აი მაგალითად გერმანული კი და ქართული არაბისტიკა იყო ყოველთვის ძლიერი ახლა მე მახსოვს აი ჩემი წინათაობის არაბისტებისგან რომ ჩადიოდნენ არაბულ ქვეყანაში სტაჟირებაზე ენის სასწავლად გაღრმავებული სწავლებისთვის რომ გაიგებდნენ რომ გიორგი წერეთლის სტუდენტები იყვნენ იქ არაბები რომ გაიგებდნენ გიორგი წერეთთან ჩვენ დავდივართ არაბული სასწავლად და თქვენ სად ჩამოხედით აქ რა აზრი აქვს თქვენ აღყოფნას წარმოგიდგენია და მის გარდა კიდე სხვაებიც წინვალე არაბისტები იყვნენ აი ძალიან მაღალი დონის სპარსული სკოლა თუ კონდა და ძალიან მაღალი დონის ძალიან უმაღლესი დონის აღმოსავლეთობის სკოლა იყო ძალიან მაღალი დონის ჩვენთან ინსტიტუტი კი იცი სადაც არის შენი სახლის პირდაპირ ეხლა უკავია მგონი რამდენიმე სართული მხოლოდ ხო ეხლა მართალი ძალიან დიდი შეცდომა იყო ამისთან სკოლის მოთხრა და პრაქტიკულად განადგურება ძალიან დიდი საცოდავი იყო. მომისმინა და იყო დარჩენილი სპეციალისტები იყვნენ მაინც ხო კიდე რა თქმა უნდა. უზარმაზარი შენობა ესე იგი
ზუსტად კუთხეშია, ხო, იმის? კი. ჯოლოხაშვილის და თამარაშვილის კუთხეში. კი, ბატონო. ძალიან კარგი სპეციალისტები, არაჩვეულებრივი სპეციალისტები. იყვნენ. ეს ლიბია და მე კიდე შენ სირიაში იყავი თუ აი სირიაში მე იყო ესეთი შედარებით მოკლე ხნიანი მივლინებები რაღაც კვირების თვეების განმავლობაში ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დროს ხდება უკვე სავაჭრო კუთხით იმიტომ რომ ახალი გახსნილი იყო რესპუბლიკებს მიანიჭეს ვაჭრობის უფლება უცხოეთთან და სირიიდან იყო ძალიან ბევრი კონტრაქტი და მაგისტვის ჩავრბოდით ხოლმე სირიაში და არაერთხელ ვიყავი სირიაში. მერე უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე უკვე სულ ახლა ხანს თუმცა ბოლოს 10 წლის წინ ვიყავი. გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ძალიან საინტერესო ქვეყნები. ძალიან საინტერესო ქვეყნები ესენიც. ერთმანეთზე უფრო საინტერესო ქვეყნები. სამწუხაროდ არ ვარ მაგეთ არც ერთ ქვეყანაში, ერთ-ერთი სირია და თურქეთი, ახლა თურქეთი. სირიაში იმ დროს, როცა ჯერ კიდე мама იყო, ხაფეზ ასადი. ხო. საინტერესო ქვეყანა, ხო, ალეპო ეხა თავის პალმირათი და იმით პალმირაზეც მე გავძვერი მე და რაღაც ნახე. ალეპოს ნახევარი პრაქტიკულად აღარ არსებობს ახლა. ხო, ამბობენ, ხო. ალეპო ხუსილი დამასკოზე უფრო დიდი იყო. ძალიან საინტერესო ქალაქია. ნახევარი აღარ არსებობს, იმიტომ რომ იქ იყო ტერმინიც არის, კავროვა ბომბარდიროვკა იქ. ხო. ხალიჩისებური დაბომბვები, ხო. მოასწორა საერთაშორისო გაურობა, ხო. ვასო, რა ვთქვათ, შეკითხვა ჩვენ გავიარეთ, ახლა 15, ერთი ამდენი კიდეა. მოდი გადავიდეთ შეკითხვები შემდგომისთვის, იმიტომ რომ 2 საათი და 15 წუთია უკვე ვართ. არა, შეუძლია. გადავდოთ, მაგრამ მე მინდა რომ ჩავიაროთ ეს შეკითხვები შემდეგ შეხვედრაზე. მეგობრებო, მე დღეს მინდა ამით დავასრულო დავითთან საუბარი, იმიტომ რომ ძალიან გრძელი გამოგვივიდა და დასამონტაჟებლადაც რთული იქნება, თქვენთვისაც რთული იქნება ამ ყველაფრის ასე ერთბაშად მოსმენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის კითხვები, რაც თქვენ დასვით და დაგვრჩა პასუხგაუცემელი, ამაზე პასუხს არ გავცემთ. მე უკვე შევთანხმდი დავითს კულისებში, რომ ჩვენ კვლავ შევხვდებით ამ კვირის ბოლოს ერთმანეთს, ანუ ინტერვიუს მეორე ნაწილი კი არა, უკვე მესამე ნაწილი გამოვა ამ კვირის ბოლოს. ნუ ასეა გეგმაში ასე გვაქვს და იქ გაგცემთ იმ კითხვებზეც პასუხს. დაამატეთ კვლავ თქვენ ალბათ ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ გაგიჩნდებათ კითხვები და ჩვენ მთლიანად შემდეგ ინტერვიუს მიუძღვნით თქვენს კითხვებზე პასუხს. ასე რომ დღეს მე მინდა დავით ამით დავემშვიდობო, მით უმეტეს რომ როგორც უკვე გითხარით მისი ორივე ვაჟი მიემგზავრება დღეს სამხრეთ კორეაში და იქედან ნიუ-იორკში და მიაქვთ სანდროს ფილმი, რომლის შესახებაც ისევ ვიმეორებ, ვისაც არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ ინტერვიუ სანდროსთან და უსურვოთ მათ წარმატება, დავით, სანდროს და გიორგის წარმატება, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქედან ძალიან მოგიყვები ყველაფერს. ხო, ხელდამშვენებულები ჩამოვლენ და ნუ მანამდე კიდევ რაღაცები გაირკვევა იქამდე სანამ ჩვენ კიდე ჩავწერთ და რა თქმა უნდა მოგიყევი და გაგვახარე შენი ამბებით. დიდი მადლობა. მადლობა.